მოგესალმებით, მონაკარი კლუბ ტელეკომპანია პულსის ეთერშია. მე დღეს ძალიან განსხვავებული და ამავდროულად ძალიან საყვარელი და საინტერესო გადაცემამდე შემოგთავაზოთ. ასევე ჩემთვის ძალიან საპატივცემულო და არაჩვეულებრივ ადამიანთან ერთად დღეს მონაკარს სტუმრობს ვიტალი სიხარულიძე. ვიტალი სიხარულიძე გახლავთ საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული კამერული ორკესტრის ალტისტი. ამავდროულად ბატონი ვიტალი გახლავთ საქართველოს დამსახურებული არტისტი. და ადამიანი, რომელიც 35 წელი თავის ქვეყანას წარმოადგენს უკვე გერმანიაში, თავის პროფესიით და სწორედ ამ ორკესტრთან ერთად და 35 წელი ეს ორკესტრი არსებობს ქალაქ ინგოლშტადტში, გერმანიაში, ძალიან დიდი წარმატებებით. ისე კი როგორც მოგესალმებით პირველ რიგში ბატონო ვიტალი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ სტუმრობისთვის. უცნაური გადაცემაა ჩემთვის, რაღაც განსხვავებული ფორმატით, მაგრამ ჩემი თქვენდამი დიდი პატივისცემის გამო და იმის გამო, რომ არ მესმის აი ამ თქვენი და არა მარტო თქვენი, არამედ თქვენი ამ უნიკალური ორკესტრის და მისი ხელმძღვანელების სხვადასხვა დროს შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ესმის ახლა საქართველოს სატელევიზიო სივრცეში, ამიტომ გადავწყვიტე ჩემს არაჩვეულებრივ აუდიტორიას გავაცნო ეს უნიკალური ადამიანი თავის უნიკალური ისტორიით. ალბათ საქართველოს მაყურებელი ძალიან კარგად იცნობს თქვენ ძმასაც, გომარ სიხარულიძეს. მე სასופველი და უმკვიდროს მას უკვე ეს აღარ არის, მაგრამ დარჩა როგორც ძალიან საყვარელი და დიდი ადამიანი საქართველოს რეალობაში. ბატონო ვიტალი, მე მინდა გითხოთ პირველ რიგში, ჩვენ დღეს ვისაუბრებთ თქვენს კარიერაზე, წარმატებებზე, ამ უნიკალური ორკესტრის არსებობის სხვადასხვა ეტაპებზე და მოღვაწეობის ჯერ საქართველოს პერიოდზე და შემდეგ უკვე გერმანიის, მაგრამ მანამდე მინდა დავიწყოთ, აი საიდან მოდის ფესვები, საიდან იწყება თქვენი ოჯახური ტრადიციები, იმიტომ რომ შეუძლებელი ადამიანი გახდეს ესეთი მნიშვნელოვანი და დიდი ვთქვათ მუსიკოსი თუ მას არ აქვს ძალიან მიყვარს მუსიკა ვგიჟდები მაგრამ თუ ეს ტალანტი არ დაგყვა ღმერთისაგან ასაკურლე ვერ იქნებ დიდი მუსიკოსი როგორი იყო თქვენი ისტორია? უპირველესად ალბათნო ვერ იყო მინდა უღრმესი მადლობა მოგაცენოთ მოწვევისთვის ძალიან დიდი მადლობა და მინდა ხაზი გავუსვა რომ თქვენი გადაცემების იგი მოლოდინში ვარ სულ მე და ჩემი ოჯახი. დიდი მადლობა. ეს ერთ-ერთი ისეთი გამონაკლისი გადაცემა, ერთ-ერთი გამონაკლისი გადაცემა დღევანდელ სატელევიზიო სივრცეში, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდებით. იქ გვაქვს ჩვენ გერმანიაშიც ეს ყველა ქართული არხები, მაგრამ ყველაზე მეტი საინტერესო ის არის, რომ თქვენ გადაცემებში ძალიან საინტერესო დიდი მეცნიერებისა და დიდი პიროვნებების გარდა უცნობებიც ძალიან ბევრია. უცნობებიც ჭყალებში. რომლებიც დიდ საქმეს აკეთებენ, მაგრამ არ ჩანან. ეს არის თქვენი პირადად და თქვენი გადაცემის დიდი პლუსი და ამიტომ ვარ ყოველთვის მოლოდინში. ისეთ რაღაცებს გებულობთ და ისეთი აღმოჩენებია ხანდახან პიროვნებების, რომ აი ბედნიერებაა, რომ ასეთი პიროვნებები კიდე არიან, რომლებსაც ფართო საზოგადოება არ იცნობს. კი, ნამდვილად ესეა. რამოდენიმე გადაცემა ასეთი იყო ცხონებული ბუბა ხოტივარს ავდა ყოველთვის მოყავდა ესეთი პიროვნებები და ისეთ გადაცემები ქონდა. კი, ნამდვილად. აი უცხო ძალიან ძლიერი და უძლიერესი პიროვნებები და გონიერი და დიდი წარსული. ასე არის ველოდებით კიდე სულ ხშირად ახლა სხვაგან გადავალ კიდე ქალბატონი თამარ ცაგარეიშვილის გადაცემა. კი, ძალიან კარგი გადაცემა აქვს ნამდვილად. თამარ ცაგარეიშვილის გადაცემებს აი ეს ხაზი მინდა რომ გავატარო, სადაც მოდის ახალგაზრდებიც, ძველებიც, უცნობებიც და აი ველოდებით იმ გადაცემასაც კვირას. აი საუკეთესო პროფესიონალი უდიდესი პროფესიონალი და აი ასე არის ქალბატონო ვერ იყო თქვენთანაც ახლა და მე დიდ მადლობას მოგახსენებთ იმისთვის რომ ვარ ასე ვთქვათ ჩათვალეთ რომ მე აქ ვიყო მადლობა პირიქით თქვენ და დიდი პატივია ჩემთვის თქვენი სტუმრობა. ესე იგი ეხლა თქვენ შემეკითხეთ საიდან როგორ ფესვები ყველაფერი. ისეთ ოჯახში დავიბადეთ გომარი მე რომ სანამ
ამოვიდგამდით ენას რო იტყვიან, უკვე მღეროდით მე მგონი. მაგის გარდა არაფერი არ გვესმოდა. დიახ. მუსიკალური ოჯახი, მამა ცნობილი მომღერალი, შესანიშნავი მომღერალი, დედა ბრწყინვალე მომღერალი და მამამ დაამთავრა თბილისის სახელობის კონსერვატორია. დავით ანდღულაძისა და სანდრო ინაშვილის კლასი. დიახ. ეს ის თაობა იყო ომის შემდეგ მამა ომშიც იყო, მოუწიეს ყველაფერი გაიარა. ზურიკო ანჯაფარიძეს, ნოდარ ანდღულაძეს, ირაკლი შუშანიას, რა ვიცი, რამდენი ერთი ჩამოვთვალო, თენგიზ მუშკუდიანის, შოთა კიკნაძის, მედე ამირანაშვილის, ლამარა ჭყონიას და გაუთავებლად საოცარი ვარსკვლავების შემდეგ ვინ იყო, ეს იყო ეს თაობა იყო და ის წლები, ომის შემდეგ წლები თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის. მანამდე მამა დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტი. მაგრამ მაგისტვის მაინც სიმღერა იყო ყველაფერი, აბსოლუტურად პედაგოგიურ ინსტიტუტში წავდა თავისი ანსამბლი. ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი იყო, წყინვალე შემსრულებელი. შემდეგ ომი მოუწია და როგორც ყველა მამას გაიწვიეს იქ და უკვე დედა და მამა შეუღლებელები იყვნენ. დიახ. და პედაგოგიურ ინსტიტუტში დედაც იქ სწავლობდა და იქ შეხვდნენ ერთმანეს და იქაც სიმღერამ დააკავშირა ერთმანეთთან. დააკავშირა და ომის დამთავრების შემდეგ ქუთაისში მოღვაწეობდა ცნობილი ხორმაისტერი, საგუნდო ხელოვნების დიდოსტატი ბართლომე კუხიანიძე, რომელსაც ყავდა სახელმწიფო კაპელა, ქუთაისის კაპელა, აგრეთვე მისი ძმა იყო ბათუმში, რომელსაც აგრეთვე იქ მელიტონ კუხიანიძე, რომელსაც აჭარის სახელმწიფო კაპელა ყავდა საგუნდო. ეს მუსიკალური ოჯახი იყო. და მამამ იქ დაიწყო ბართლომესთან, ბართლომეს კაპელაში სიმღერა და დედაც იქ მიიყვანა. და პარალელურად იყო ცნობილი ფოლკლორის და სიმღერის დიდოსტატი, იმერული განსაკუთრებით იმერული სიმღერების ბიძინა, ლეგენდარული ბიძინა ღობერძე, ეს ყველას გაუგონია. არა მარტო როგორც მომღერალი და ლოდბარი, არამედ დიდი იუმორის და იმ დროინდელი ქუთაისის ერთ-ერთი გამორჩეული პიროვნება და სახე და იქაც მღეროდნენ. და მამას და დედა იყო აი გურული სიმღერების ფრთა. თავის ორ მეგობართან, კოწია და ვალიკო რამიშვილებთან. ეს აუცილებლად უნდა ითქვას რა და ეს გულური ფრთა იყო. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს ეს კაპელაში სწავლობდნენ ნიკო სულხანიშვილის სამშობლო ხევსურისა. სადაც ტენორს აქვს სოლო პარტია და მამა მღეროდა. და ამ დროს ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლის ტექნიკუმის დირექტორი იყო ცნობილი ქართველი კომპოზიტორი კოტე მეღვინეთუხუცესი. და თურმე ბატონი კოტე ჩაიარა იქ რეპეტიციის დროს და აი ზუსტად დაემთხვა აი ამ სოლოს, ტენორის სოლოს მამა რომ ღეროდა და გაჩერებულა. მე ყვებოდა თურმე კოტე რომ არც ის მithოვია თუ შეიძლება შემოვე პირდაპირ შევედიო. შევაჭერიო რა და ბართლომემ გააჩერა ეს და რა ხდებაო და ვინ არის ვინ არის ეს ახალგაზრდაო და ნუ მამა ზე მიუთითა და კაი აღარ შეგიძლით ხელსო და სახელი მამამ უთხრა გიორგი და ხვალ 10 საათზე იქნები ტექნიკუმში. მივიდა მამა და ჩაირიცხა. ჩაირიცხა და სიმონ კუხიანძის კლასის ვაჟი იყო, ბართლომე კუხიანძის, რომელიც თბილისის ოპერის სოლისტი იყო და შემდეგ გადავიდა ქუთაისში. 2 წელი ისწავლა სულ. და თბილისში რო გაიგეს ახლა რა ხო იცი გავარდება. უცებნი ტალანტი გამოჩნდა. კოტემ თვითონ დიდმა აი ამ საოცარმა პიროვნებამ ჩამოვიდა და უთხრა რომ უკვე დამთავრებულია ყველაფერი 2 წელს არ აქვს მნიშვნელობა უკვე და
ჩამოიყვანეს თბილისში და მაშინ კულტურის სამინისტრო არ იყო, კულტურის სამმართველო იყო და ამ სამმართველოს გამოდელი გაგვი მინისტრი იყო ისიდორე დოლიძე. და ისიდორე დოლიძის კაბინეტში მოხდა მოსმენა. სადაც იყვნენ დავით ანდღულაძე, სანდრო ინაშვილი, კონსერვატორიის რექტორი გრიგოლ კილაძე და ეს მთელი ეს შემადგენლობა. დაამთავრდა თუ არა უთხრეს რომ ეხლა წადი შენ ქუთაისშიო და სექტემბერში ჩამოხვალ უკვე 1 სექტემბერს. მამას უკითხია მე გამოსთები მომზადე ჩამოხვალ და შენ პირველი კურსის სტუდენტი ხარ. ბედნიერება. ჩაირიცხა უგამოცდოდ. ეხლა ცოტა ეს შესავალი აუცილებელი იყო ეს ყოველთვის ქონდათ რაღაცა ძალიან საინტერესო დამზდევს და ხოჭოს მე არ მომისმენია თქვენგან ესეთი დეტალურად ეს ამბავი და ძალიან საინტერესო ნამდვილად. ახლა ჩვენი საყვარელი ცხონებული ანზორი რო იძახოდა ყოველთვის. აი გოგებიძეასო ბოლოს მოვესწარიო მე, მაგრამ ასეთი ლამაზი ხმაო. იშვიათად თუ მომისმენია. და ასეც იყო მართლა. მაგრამ ცხოვრებისეულმა სიტუაციამ გომარი და მე პატარები ვიყავით. მე სულ პატარა ვიყავი, როდესაც სწავლობდა აქ. სამწუხაროდ შეძლებული ოჯახი კი იყო, მაგრამ დედა გავუხდა ძალიან ავად, მამა გახდა შემდეგ ავად, ვერ წავიდა. ისე როგორც აი ამ ნიჩ შეიძლებოდა რომ დაბრკოლებები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ შაბათ-კვირას ჩამოდიოდა ქუთაისში და სიმღერის და ცეკვის ანსამბლი ყავდა და იქაც მუშაობდა. იქ ჩამოვიდო და ჩაატარებდა. თანაც ახლანდელი დროა ხო არ არის რა, მაშინ აქ ჩამოსვლა თბილისში ქუთაისიდან ღამე წამოვიდო და მე ისევ დაბრუნდებოდა ორ რეპეტიციას ჩაატარებდა შაბათ-კვირას და ეს ყველაფერი ფიზიკურად და ყველაფერზე მოქმედებს. აბსოლუტურად. რო დაამთავრა კონსერვატორია, პირდაპირ ჩაირიცხა ოპერის თეატრში, მაგრამ აღარ დარჩა. იმიტომ რომ დედა რამოდენიმე ხანში გარდაიცვალა, მამა ესე, ჩვენ პატარები. დედა მარიამი არ მუშაობდა, რა თქმა უნდა რა. იმიტომ რომ ოჯახი და ეს იძულებული იყო რომ წამოსულიყო ქუთაისში და მე გაგრძელდა იქ მოღვაწე. რატო ეს შესავალი იმის იყო თქვენ რომ მითხარით რომ საიდან და როგორ და ამ სიტუაციაში გავიზარდეთ ჩვენთან. ჩვენთან იყო გალობა, სიმღერა, ამას კოლეგები, არა მარტო ქუთაისიდან, თუ რამე ვინმე სადმე გამოჩნდებოდა, რომელიც სიმღერასთან, ქორეოგრაფიასთან, ყველგან სამეგრელოში, სვანეთში იმერეთში, რა ვიცი, ყველგან აბსოლუტურად აფხაზეთში, კიწეგეჭორი, ეს განთქმული, სახელგანთქმული კიწეგეჭორი, ჩვენი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო სოხუმიდან, ჩამოდიოდა და აბილინა მარღანია, ქალბატონი ბწყინი, რომელი ერთი რა და აი ეს იყო ეს მოკლედ, ძალიან მოკლედ. ძალიან საინტერესოა, ძალიან, იმიტომ რომ ბატონი აი აქედან წავიდა და ვერ წარმოვიდგინა უკაცრავად რომ მე და გომარის რომ სხვა გზით წავსულიყავ. თქვენი ხა ბატონი ანზორი ახსენეთ და მე მას ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მთელი ცხოვრების მანძილზე ვუხდით და ეხაც გადაუხადო იმისაც რომ არაჩვეულებრივი ადამიანები შემოიყვანა ჩემს ცხოვრებაში და უბრალოდ მე შემიყვანა ამ ადამიანების ალბათ წრეში თქო და თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი ხართ ამ ადამიანების და მე მინდა გავაგრძელოთ აი ჩვენი არაჩვეულებრივი ძალიან საინტერესო ცხოვრება გამოიარეთ. თქვენ მე ხშირად აი დღეს გადაცემას როცა მოვდიოდი ვფიქრობდი რომ ადამიანიც აიბადება, ტალანტი დაყვება ხოლმე, ვის რისი, ვიღაცას რაღაცას ზოგს დიდი და ზოგს პატარა და ამიტომაც ზოგს მეტი მოეთხოვება და ზოგს ნაკლები თავის ტალანტის შესაბამისად. მაგრამ სადაც არ უნდა იყოს ადამიანი, სულ ვფიქრობ, რომ დიდია თუ პატარა მას თავის გარკვეული მისია გააჩნია. სულ ვფიქრობ, რომ შენ ქვეყანაში ხარ თუ შენს ქვეყნის გარეთ ხარ, ყოველთვის უნდა იცოდე, რომ თქვა რაღაცა თითოეული დღე, რომელიც გეძლევა რაღაცა ისეთ რაციონალურად უნდა გამოიყენოს მარტო შენი პირადი ფიზიკური არსებობისათვის არ გეძლევა და რაღაცა ყველა ადამიანი თავის დიდ თუ პატარა კვალს ტოვებს. ხშირად ვამბობ ხოლმე რომ როცა შენ ქვეყანაში ხარ, ყველგან სადაც შენ გამოდიხარ სახლიდან, შენს ოჯახს წარმოადგენს, შენს უკან დგას ადამიანები, გარდა იმისა რომ შენ ხარ პირველად დამოუკიდებელი. შენს უკან დგას ოჯახი, ადამიანები, რომელიც სახეც შენ ხარ. აი იმიტომ ვკითხეთ თქვენი ოჯახის შესახებ, რომ ყველა ადამიანი თავის ოჯახს წარმოადგენს. და თუ თქვათ შენ საკუთარ თავს არც ემპათიის პირველ რიგში უნდა კონდეს რომ შენ აი ეს სახე რო ხარ პასკუს გებლობაა.
ეხლა სულ მე არ მიცხოვრე არც ერთი დღე უცხოეთში, ხა ბევრი უცხოური კოლეგა მაქვს და ბევრი პროექტებს ვახორციელებთ ერთად და ესეც რასაკვირველად დიდი პასუხისმგებლობა, როცა შენ ქვეყნის წარმომადგენელი ხარ ამ პროექტებში, მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არის რაღაც მაინც დროებითი, ასე ვთქვათ და როცა შენ იწყებ ცხოვრებას სხვა ქვეყანაში, აი ეს პასუხისმგებლობა, რაც ახლა მე ვლაპარაკობ, 10 ჯერ და 100 ჯერ უფრო იზრდება, იმიტომ რომ შენ უკვე არა მარტო შენი ოჯახის და შენი პიროვნების წარმომადგენელი ხარ ამ შენ უკვე ქვეყნის სახე ხარ. და აი მე ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით უფრო ბედნიერებაც არის, მაგრამ ძალიან დიდი მძიმე ტვირთი და პასუხისმგებლობაც არის. 10 მაგათ დიდი პასუხისმგებლობა. ეხლა თქვენ ჯერ მოდი შევეხოთ თქვენი ცხოვრების ამ პირველ პერიოდს, როდესაც საქართველოში დაიწყეთ თქვენი მოღვაწეობა და ძალიან საინტერესო და ხანგრძლივი გზა გავთ, იმიტომ რომ ორკესტრ რომელზეც ჩვენ ხა ვისაუბრეთ 61 წლის შესრულდა, ხო? დიახ. და 61 წელი პატარა დრო არაა და აი ამ 61 წლიდან მხოლოდ 35 გაატარეთ თქვენ გერმანიაში, დანარჩენი იყო საქართველოში. მოდი დავიწყოთ აი რა ეტაპები გაიარეთ, იმიტომ რომ მე ვიცი თქვენ უდიდეს ადამიანებთან ერთად გიწევდათ, ესე იგი ცხოვრება, მოღვაწეობა. ერთი შეხედვით ძალიან დიდი ბედნიერება, როცა ხელოვნების სფეროში ხარ და რაღაც თავბრუდამხვევი ცხოვრება, თქვენ აბსოლუტურად განსხვავებული ცხოვრება გქონდა ჩვენ ექიმებს. სხვა ცხოვრება გვაქვს. ჩვენი ცხოვრებაც ბედნიერება ადამიანის სიცოცხლეს ვეხებით და იმის გადარჩენაზე ვცხოვრობთ, მაგრამ ჩვენ უფრო რაღაც ასე ვთქვათ, არჩევანი ესეთია, რომ მძიმე შემთხვევებს ვეხებით და თქვენ ერთი შეხედვით ძალიან საბედნიერო და ფეიერვერკულია თქვენი ცხოვრება, ასე ვთქვათ, მაგრამ ამავდროულად მას ახლავს თავისი აი ეს ბილიკი. თქვენიც არის საკმაოდ რთული, ეკლიანიც და საბედნიეროც. მოდი ხა მოგვიყევით აი თქვენ შესახებ. მე ერთს ვიტყვი. ეხლა პროფესიებს შეახეთ და მაგრამ ჩვენ ორივენი ჩვენი პროფესიით ვემსახურებთ ხალხს. ნამდვილად ესეა. ნამდვილად ესეა. თქვენს ბედნიერებს ხდით ხალხს. დიახ. როდესაც შეხედავთ, რომ ფეხზე წამოუდგნენ, კარგად არიან და ჩვენთვის ბედნიერება, ჩვენს ბედნიერებაა ჩვენთვის ის, რომ უყურებთ პუბლიკას. რომელიცაც რომელიც უკვე ბედნიერია. ნამდვილად. ცხოვრებას ალამაზებთ ნამდვილად. დიახ, მე ამ ხრივ ძალიან ბედნიერი ვარ. დიახ. სხვაებიც რა თქმა უნდა და ყველა მუსიკოსი და ყველა შემოქმედი და ბედნიერია თავის პროფესიით, მაგრამ მე განსაკუთრებით რაზე ვიძახი. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი და კამერული ორკესტრის ჩამოყალიბდა 64 წელში. დიახ. პირველი ხელმძღვანელი იყო გივი აზმაიფარაშვილი, ცნობილი ქართველი დირიჟორი. რამოდენიმე წელი იყო. შემდეგ 68 წელში ორკესტრის ხელმძღვანელებად, ესე იგი, დაინიშნენ ლეგენდარული, უდიდესი ქართველი მევიოლინე და მუსიკოსი მარინ ეიაშვილი და მისი მეუღლე ბრწყინვალე მევიოლინე, ასევე მრავალი კონკურსების ლაურეატი იგორ პოლიტკოვსკი. რომლებიც ოთარ თაქთაქიშვილის, იმდროინდელი კულტურის მინისტრის და სულხან ცინცაძის, იმდროინდელი კონსერვატორიის რექტორის ამ გენიოსების. ესე იგი წყალობით გადმოვიდნენ მოსკოვიდან თბილისში. 66 წელი იყო იმ წელს ჩავაბარე მე კონსერვატორიაში და აი პირველ გამოცდებზე ორი ვერნი მისაღებ გამოცდებზე ეს ორი დიდი მუსიკოსი ესწრებოდა მისაღებ გამოცდებს. 68 წელში მარინემ და იგორმა მიმიწვიეს, ხო, 68 წელში დანიშნეს ჩააბარეს ხელმძღვანელი არ ყავდა მაშინ კამერულ ორკესტრს და შეთავაზეს და მიიღეს ეს შეთავაზება. და მახსოვს იანვრის გამოცდებზე დაუკარი და იგორი მოვიდა და მეუბნება რომ სექტემბრიდან ჩვენ ორკესტრის ხელმძღვანელები გავხდებით და ეხლა გეუბნები რომ შენ ჩვენთან უნდა მოხვიდე. დიახ. 3 დღე არ მეძინა. ეს სხვა დრო იყო. დიახ. ახლა დიდი ამბავია მეორე კურსელისთვის ახლა. თანაც სხვა დრო იყო. ახლა მე არავის აბსოლუტურად დღევანდელ დღეს არ გამიჯდა ის ამხელა მუსიკოსები რაღაცას რო მეორე კურსის სტუდენტს მეუბნებიან არ მეძინა რა 2-3 დღე მეთქი როგორ ახლა მარინ ეიაშვილის და იგორის შემო თანაც მეუბნება სექტემბერში აგერ იანვარია. ხო და აი სექტემბრიდან დავიწყეთ 68 წელში გავხდი აი ამ ორკესტრის მუსიკოსი. დიახ. დამხვდა ბრწყინვალე თაობა.
ბრწყინვალე თაობა, რომელი ერთი ყველა ვინც იყო, ბრწყინვალე კონცერტმეისტერი მარტო რადგან ირინე იაშვილი იყო. იაშვილების გვარის კიდევ ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელი მარინეს და ის იყო პირველი ვიოლინო კონცერტმეისტერი და დაწყებული ირინედან დამთავრებული ახლა ვერ ჩამოვთვლი. შემდეგ ელიტარული ქართველი მუსიკოს შემსრულებლები, კომპოზიტორები, დირიჟორები აი ამ ორკესტრში ყველამ გაიარა. აბსოლუტურად. პირველი დღეები იყო ცოტა ისე ვიყავ შებოჭილი და მაგრამ შავლეკ შილაკაძე იყო აცხონოს ღმერთმა პირველი ალტი, აცხონოს ღმერთმა გელა ჩაჩხიანი მეორე ალტი და მე ჩამიყენეს შუაში. და აბა ჩვენი მხრები იგრძენიო. და აქედან დაიწყო ამ ორკესტრში, სადაც 44 წელი გავატარე. ჯერჯერობით რეკორდსმენი ვარ აი ამ წლებით. 44 წელი, 68 წლიდან 2012 წლამდე გერმანიაში იქ პენსია როგორც მოვიდა პენსიის დრო ერთ დღესაც ვერ გადააცილებ. დიახ. და 44 წელი ესე დამთავრდა ჩემი საუკეთესო მართალია იქ არ დამთავრებულა, შემდეგ გრძელდება დღესაც ჩვენ პენსიონერების შესანიშნავი ანსამბლი გვყავს. პატარა ორკესტრი, ანსამბლი დელარტე. დიახ. თბილისშიც ვიყავით. დიახ. ქუთაისშიც ჩვენთან სოლისტად იყო ჩვენი ლეგენდარული და გამოჩენილი იანო ალიბეგაშვილი. შემდეგ ჩვენთან აიშტეტში, ინგოლშტადტში, შემდეგ იტალიაში იანოსთან. და ვართ რა, ეხლაც რო დაბრუნდები, მაქვს მედნიერება გისმინოთ და პატივი და დავეცრუხო. ეხლაც რო დაბრუნდები 25 სექტემბერს გვეწყება ამ ჩვენი აი ორკესტრის პატარა ანსამბლის სეზონის ახალი და 25-ში გვაქვს უკვე პირველი კონცერტი. გერმანიაში. გერმანიაში, კი. ხო, ეს იმისთვის, რომ ინსტრუმენტი პენსიამ არ იმოქმედა. არა, რა თქმა უნდა, ეხლა როგორ ცხოვრება არ შეიძლება. თქვენ დღეს ხართ ისეთ ფორმაში, რომ იმუშაოთ კიდე ძალიან დიდხანს და კიდე გვიწყობს ხელს ფიზიკურადაც რომ ვიყოთ ისე. ეს რა დასაკვირველია. ცოტა გაუგებარეთ ჩემთვის ეს 2012 წლიდან ოფიციალურად იმ ორკესტრის წევრობაც ჩემთვის გასაკვირია სიმართლე კითხავს ადამიანი ყველაზე შემოქმედებითად უკვე ისეთ მომწიფებულია და ისეთ გაფურჩხვნის პერიოდშია როცა უკვე გამოცდილება და ცოდნა იზრდება და არ მცირდება გემთუց ხელოვანის როგორც ჩემთვის ცნობილია ეს ორკესტრი იყო ძალიან წარმატებული ყველა ეტაპზე მაგრამ რაღაც თავბრუდ ამხო წარმატებას მიაღწია უკვე ლიანა ისაკაცის შემდეგ როდესაც მოვიდა სამხატვრო ხელმძღვანელი თუ არა 91 წელს 91 წლიდან რაღაცა განსაკუთრებულად რაღაცა ეს აფეთქება იყო მე მგონი ხო რაღაც ყველა მგონი ყველა ელოდა აქ თქვენს გამოჩენას უკვე ესეთ თქვათ იშვიათობა გახდა ეს კონცერტები და რაღაცა რთულიც იყო მასე მოხვედრა და განსაკუთრებული მოლოდინიც იყო მიუხედავად თქვენ გქონდათ ფესტივალები ხო რაღაც გარკვეული რაღაც მაგრამ იმართებოდა თბილისის გარეთ ხო უფრო ხდებოდა ხო თბილისის გარეთ უფრო დიახ ესეთ ყველა დრო ორკესტრის იყო ძალიან საინტერესო. მე გივი აზმაფარაშვილის დროს არ ყოფილ ვარ, მაგრამ უკვე მარინეიაშვილის როგორც მოგახსენე და იგორ პალიტკოვსკის მოღვაწეობის დროს მივედი ორკესტრში. ყველა იყო აბსოლუტურად განსხვავებული და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ბუმბერაზე მუსიკოსებია. დიახ. მარინეს შემდეგ და იგორის შემდეგ იყო ედუარდ სანაძე, ცნობილი მუსიკოსი, ბრწყინვალე მუსიკოსი, ადრე გარდაიცვალა. შესანიშნავი კონტრაბასისტი, ვიოლონჩელისტი, დირიჟორი, კომპოზიტორი, გადასარევი კომპოზიტორი, ბრწყინვალე კომპოზიტორი. იმის დრო იყო 6 წელი. დიახ. ედუარდის დროს ორჯერ მივიღეთ, იმ დროისთვის ეს იყო, რა ვიცი, საოცრება. წლის საუკეთესო ჩანაწერი საბჭოთა კავშირში. ერთი იყო ბარტოკის დივერტისმენტი სიმებენ ორკესტრისთვის და ერთი ლიანასთან ერთად. ლიანა მაშინ იყო როგორც სოლისტი ჩამოდიოდა ჩვენთან. ვივალდის ცნობილი წელიწადის 4 დრო. და საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ეს ორი ნაწარმოებიც იყო, რომელიც წლის საუკეთესო ჩანაწერები იყო.
აი ეს პრიზი მივიღეთ. ეს ედვარდ სანაძის დროს. დიახ. მანამდე ლიანა ისაკაძე ჩვენთან იყო როგორც მოწვეული სოლისტი. დიახ. და ბევრი კონცერტები ჰქონდა განსაკუთრებით საზღვარგარეთ. 91 წელში უკვე ლიანა გახდა ჩვენი ხელმძღვანელი. მახსოვს პირველ რეპეტიციაზე რომ მოვიდა გითხრა რომ აი ახლა მე ვიდირიჟორებ იმიტომ რომ ეს ნაწარმოებები მინდა რომ თქვენთან ერთად როგორც ცადო რა და რაღაც შენიშვნები მე როგორც დირიჟორმა არ გამიგოთ რომ მე დირიჟორი ვარ უბრალოდ რა მე აქ ვიდგე და ასე რაღაცეები აგიხსნათო და მე მე გავაკეთებ პროგრამებს და თქვენ დაუკრავთ უდირიჟორებს მიღებული იყო განსაკუთრებით კამერულ ორკესტრებში ბევრი უკრავდა უდირიჟორად სამხატვრო ხელმძღვანელი აკეთებდა პროგრამას და იყო ძალიან ბევრი ორკესტრი იყო არა მარტო საბჭოთა კავშირში საერთოდ ეს მიღებული ფორმა იყო პირველი ნახევარი დამთავრდა საათნახევარი თან გვეუბნება მე არავით არ შემთხვევა კატეგორიულად რა დირიჟორო არ იფიქროთ რომ მე ახლა რო დამთავრდა პირველი ნახევარი ყველამ თითქოს ვიღაცამ ერთმა ბრძანაო მივედით და ბრძანება გასცავო რომ აბა ახლა ასე უნდა მოიქცეთ მივედით ყველანი და ვქეთ ლიანა თქვენ თუ არის დირიჟორებთ ჩვენთან ჩვენ არ გვინდა შენთან ურთიერთობა იმდენად კარგი იყო როგორც დირიჟორი არ მოველოდით გაოცებული დაკვრის დროს ერთმანეთს უყურებდით ვიხედებოდით ესე რა ხდება რა არის როგორ რა დიდი ჭუბი დიდი დავით არაბა და დავით ანხმეთ და პირველი კონცერტი მახსოვს 91 წლის 18 სექტემბერს იყო კონსერვატორიის დიდარბაში გენიალური უდიდესი ბუმბერაზი ოთარ თაქთაქიშვილია კულტურის მინისტრი ბუმბერაზი კომპოზიტორი წყინვალი დირიჟორი და ქალაქში ხო იცით თბილისი მაინც რა არის რომ გავარდა რომ ლიანა დირიჟორობს ყველა ამაზე მაპატიეთ ამ ჟარგონი ჭორაობს რა უკვე დირიჟორობს ლიანა წარმოგიდგენიათ ბატონი ოთარი მოვიდა რეპეტიციას და მე რამოდენიმე ხრის შემდეგ გავშიფრე მე რომ რატომ მოვიდა 2 დღით ადრე კონცერტი. აინტერესებდა რეალურად? აი 2 დღით ადრე მეტო მოვიდა რომ ეს გავარდა ეს ხმა ხო აინტერესებს ეს გენიალური მე ვიოლინი და უდიდესი ეს ტალანტი. ეხლა დირიჟორობა. თანაც ქალბატონი. ხო იშვიათი იყო ქალბატონის დირიჟორობა. ეხლა ბევრი მომრავლდნენ. და ლიანაჩკა ეუბნება რომ მე შეიძლება კი რომ უბრალოდ ვერ ვიქნებიო. ზე კონცერტზე რაღაც ისეთი საქმე. და რეპეტიციას დაგესწრებთ. და რეპეტიციაზე დაჭდა და შესვენება ხმარ ამოუღე არაფერი. მე დამთავრდა რეპეტიცია და მოვიდა და ერთი რამე მითხარი. ლიანას ეუბნება. ვისთან დადიოდ, სად დადიოდ? ვინ გასწავლეთ კარგად? როგორ, რა ხდება გამაგებინე, ვინც ხარ ვიცით? ჩამოვარდნილი ხარ მაგრამ ეს ახლა იფიცება და მართლაც ვიცით რომ არავისთან აბსოლუტურად რა არც მომზადება და არც მე ოთარ ვასილიჩი მე წიგნით რაღაცეებით ახლა რომ მითხარესო განსაკუთრებით კატეგორიულად რომ არა უნდა იდირიჟოროთ ესე ჩვენ ვერი თანამშრომლებო არ მჯერავს ნუ ეს არისო და რაც არის ეს არისო. რა მინდა გითხოთ ვიტალი, აი დირიჟორისთვის აი ხა თქვენ ბრძანეთ რომ ბევრი იყვნენ და უცებ მოვიდა ადამიანი, რომელსაც გამოცდილება არ აქვს და უყურებდით ერთმანეთს მუსიკოსებს. აი რა თვისება, ხელი, რიტმის შეგრძნება, ემოციის გადმოცემა, აი რა უნდა გქონდეს დირიჟორს განსაკუთრებით რით განსხვავდებენ, იმიტომ რომ თქვა ტაქტის თულა
ვისაც ერთხელ მაინც უსწავლია თქვა მუსიკალურ სკოლაში, იცის როგორ უნდა დაითვალოს თქვა რამდენი თვლია ჭირას. აი, რას აკეთებს დირიჟორი ასეც პარტიტურიდან რას იღებს, აი ეს განსაკუთრებული და თქვენ ხა ბევრ დირიჟორთან ერთად ყოფილიყართ და გიყურებიათ და გამორჩეულად ამბობთ, რომ იყო ტალანტი, აი როგორც სკრიპკა უნიკალური, ასეთივე იყო დირიჟორი. აი მითხარით, ხა რა იყო, აი რა არის საერთოდ დირიჟორის განსაკუთრებული შარმი და პროფესიონალიზმი? იცით რა ვეყო თქვენ თქვით ახლა რა არის ესო შარმი და განსაკუთრებული? არის ერთი რაღაც უდიდესი ბუმბერაზი მუსიკოსები არიან. უდიდესი და იყვნენ. ბევრმას ცადა. დიახ. მუსიკოს შემსრულებელი იყო ძალიან ბევრი, ძალიან ისეთ რომელსაც უნდოდა. ოღონ არ გამოუვიდა. თანაც საოცარი მუსიკოსები პარტიტურა იყვნენ, რა ვიცი რა გულში ედოთ ყველა პარტიტურები და მუსიცირების უმაღლესი დონე. არ გამოუვიდათ. აქ არის ერთი. ლიანას ჩვენ ვიზახოდით მერე. რო ეცადა ჩამოვარდნილი იყო ზემოდან რა. წინვალი მოცეკვავეც იქნებოდა ბალეტის. და წინვალი მევიოლინე რო არ ყოფილიყო, წინვალე პიანისტიც იქნება. წინვალი კი არა, გენიალური პიანო. ეს იყო ყველაფრით შემკობილი აბსოლუტურად ტალანტი. დიახ. ტალანტი, ну არ ვიცი რა, ღმერთის საჩუქარი. აი, განსხვავება რაში იყო? აი, როგორც დირიჟორის განსხვავება რაში იყო? აი, ჯერერთი სიმებიან ორკესტრთან. დიახ. ძალიან გაუადვილდა თავიდან, რო დაიწყო. იმიტომ რომ ეს მისი სამყარო იყო. დიახ, ის პარტიტურას იცნობდა ძალიან კარგად. დიახ, ვიოლონჩელი ყო სიმებიანი, მაგის სამყარო იყო. დიახ. მერე კი გაპარტოვდა ეს ყველაფერი, როდესაც სხვადასხვა პროგრამები ჩაერთო ამაში. ჩასაბერებიც და შემდეგ ჯაზიც იყო და ყველაფერი რა, ამას მერე მივადგებით ამ თემასაც. დიახ. და ლიანა აი როგორც უკრავდა მისი ხელების მოძრაობა ჩვენთვის ისე ადვილი გახდა. მე თანაც ძალიან ლამაზი ხელები ქონდა. თქვენ დაკვირვებები ხართ ზოგიერთი დირიჟორი რაღაც როგორც პლასტიკა, ერთია პლასტიკა. მუსიკალური რა. ემა გეგონებოდა ხემს ატარებს რა. ხო და ეს ჩვენ ისე გვიადვილებდა. აი ჩვენში იჯდა მაგის ხელები. მაგის ხელებიდან ზედმეტი არაფერი არ მოდიოდა გარდა მუსიკისა. აი ხელები საოცრებაა ხო ეს თქვენ ყვებით. ხო, ხელები აკეთებდა მუსიკას აბსოლუტურად ყველაფერს. თანაც ხო ვიმეორებ იმას, რომ მაგის სამყარო იყო ხო თვითონ ასეთი ბომბერაზი მევიოლინე და სიმებიანი ორკესტრი იყო. დიახ. და ეს იყო პირველი. შემდეგ რომ უკვე პროგრამებიც, დიდი ფორმის ნაწარმოებები, უკვე ჩასაბერებიც, რო ჩაერთო უკვე ჩვენ პროგრამაში, მე უკვე თვითონაც ძალიან ბევრს მუშაობდა თავის თავზე და რა თქმა უნდა გაიღრმა, ხო იცით, შემდეგ გამოცდილებას ყველაფერი მოხდა. ეს ხელები იქაც ისე დარჩა. მუსიკა, ხელი აკეთებდა მუსიკას. ერთი რაღაც ვარ დამავიწყდეს, ამაზე ვიტყვი კიდე. ბიჭუნთვის ფესტივალზე. აი ბუმბერაზი უდიდესი დირიჟორი გენადე როჟდესტვენსკი და წინვალე პიროვნება. ძალიან ახლოს ვიყავდნენ პირადად, რომ ჩამოვიდა ძალიან დავახლოვდით მე. ბუმბერაზი დირიჟორი, სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო იმ დროის დირიჟორი. ლიანა ეუნება ერდვას. გენად ნიკოლაევიჩი, შეიძლება თქვენთან რომ მოსკოვში მე რო ვიქნებით, რომ გაკვეთილები მივიღო ხელები. ხო, ლიანა ეუნება ახლა გენადე როჟდესტვენსკის საოცარი ხელები ქონდა რა. საოცარი ხელები. აი ამით აკეთებდა ისიც მუსიკას, ოღონ ის დიდი ორკესტრის და აი ამ ტექნიკა უნდა რაღაც საოცარი. ახლა გაჩერდა და ეუნება. ლიანა, როცა გინდა, რამდენიც გინდა. რა ყველანაირ დროს გამოვძებნი, მაგრამ ამიხსენი რატო? არ ჭირდება არაფერში. ამიხსენი, მე მზათა ვარ, კი, მაგრამ რატო? მე შენ რა გასწავლო ახლა? მუსიკოსი ხარ ბუმბერაზი. დირიჟორობ გენიალურად.
ხოჭოს ეს ჩემთვის თქვენი ხან დღეს მოყევით ეს ამბავი და მე გაოცებული მე არ ვიცნობდი როგორც დირიჟორიც ესეთი დიდი და ბუმბერაზი რო იყო როგორც მუსიკოსი რო დიდი იყო და პროფესიონალი იყო და მისი თითოეული ბგერა და შესრულება იყო უნიკალური მაგრამ როგორც დირიჟორს მე პირველად ყოველთვის ხო არ ვიცი ხა მე არ ვისმენ ამას და ამბობისა და ისეთ ვერიკო თქვენ ახლა არ ვიცნობდიო მე ერთ რაღაცას ვიტყვი რომ საერთოდ მუსიკალურ სამყაროშიც კი ლიანა ძალიან დაფასებულია მე საქართველოში დაფასებული კი არა იმის იქეთ კი მაგრამ მე მაინც ვიტყვი რომ ლიანას მაინც არ იცნობენ საქართველოში ის რაც იყო ის ვინც იყო დიახ მართლა ღმერთი საჩუქარი არ იცნობენ მე ამას ჩვენი ერთობლივი 30 წლიანი ესე ვთქვათ თანამშრომლობიდან არ იცნობენ მაინც საკითხი არ არის შეფასებული ახლა ვიღაც ეთქოს როგორ ამდენი ის ამდენი რეკლამა ამდენი კინოფილმი ამდენი ის ამდენი დოკუმენტური ამდენი ყველა არა ანუ ყველა პრიზმაში არ არის ადამიანი შეფასებული მაინც არ არის ისე როგორც საჭირო დიახ გასაგებია ეს სადღაც მე პირადად და ყველას ახლა აბსოლუტურად თქვენი ხარ იმდენად ახლოს და გაკლიათ რომ ამ ადამიანზე გაცლებით მეტი გვინდა რომ ყველა ქართველმა და ისიც რა შეა საქმე რადგანაც ესე ვსაუბრობთ ბიჭვინთის ფესტივალი ვახსენეთ ბიჭვინთის ფესტივალი იყო ჩაშლის პირველი ფესტივალის შემდეგ პირას ესე იგი 83 წელს ჰქონდა პირველი ფესტივალი ბიჭვინთაში რომელიც დააფინანსა კულტურის სამინისტრომ და უფრო მეტი ფილარმონია დიახ ჩვენმა ფილარმონია და მეორე ფესტივალი არის უკვე 84 წელში. და მახსოვს ფილარმონიაში ვიყავით და უკვე ლიანა წარუდგინა გეგმა და რა საჭირო და როგორ რაღაცა იქ კითხვის ნიშნები იყო ისეთი და თქვენს რომ ვეცდებით რომ ეს ფესტივალიც წელს ჩატარდესო. და ეს პასუხი უწევ შეგრდა ლიანა ვეცდებით. ხო რაღაც არასტაბილური რაღაცებზე იყო ესეთი საუბარი რა. თანაც სასაცილო იყო, მაგრამ არავის დამკითხვა არ არის პირიქით ფილარმონია ჩვენი სახლი იყო და მაგრამ რა ვიცი შიგ რა ხდებოდა და როგორ იყო ჩვენ ეს არ ვიცით. იგი გამოვედით ამ შეხვედრის შემდეგ და მეც იქ ვიყავი და ლიანა მე ჩაფიქრებულია და ახალს ფიქრობ რომ გამოვედით ხო გარეთ მე მივდიოდი ტრანსპორტს უნდა დავლებოდე ავტომობილის გარეშე წავედი. დიახ. უბრალოდ შემხედარლე შენ რა მანქანით არა ხარ? არა მე ვთქარ, მაშინ წამოდით მე ესე იგი მე წაგიყვანო და დავჯექი და მივდივართ. გმირთ ამოვედნენ და სულ იძახის ესე იგი რა მეშველება მაზური დაპატიჟებული მყავს. რაჟდესტონსკი დაპატიჟებული მყავს, ერიკლასი დაპატიჟებული მყავს, სავლუუსი სონდესკიში დაპატიჟებული ყო რა ვქნა? და ფული არ არის. ხო, არა, რა ვქნა, ესე იგი რა პასუხი უნდა? ხო და ვეცდები თუ ასეთი პასუხია. და გმირთ ამოვედნენ რომ ავდივართ ზემოთ. უცებ რაღაცა გამინათდა რაღაც და რამე იყო 11-ს ნახევარი იქნებოდა. ტელევიზიის მეორე სართულზე ბატონი ნუგზარ ფობხაძის კაბინეტი ყოველთვის ანათებდა რამე სულ იქ იყო. და უცებ მეუნებ გააჩერე ერთ წუთში ლიანა თუ შეიძლება გააჩერე. აი ამ შოკს უყურებ მე. კი როგორ არ უყურებ? ხვალ მიდი 10 საათზე მე ვთხარი მაგ ადამიანთან. მერე არა მინდი მე ვთხარი რა გიშ ხო იცნობდა ხო გაკ მე ვთხარი რომც არ იცნობდე ლიანა ისაკაძე მივა რა. კარგი, ამით მეტი არ ყოფილა აბსოლუტურად არაფერზე საუბარი. ერთი მითხრა კი რომ ხვალ მე თუ დამაგვიანდებაო. თქვენ არ დაიშალოთ რა თქმა უნდა 11 საათ არ ვიცი ნახავთ, მაგრამ არ დაიშალოთ შემოსვლამდე. ესე იგი დირით ორკესტრმა არ იცოდა რომ ეს და მოვიდა 11 საათი იყო თუ რაღაც ასე მახსოვს, რომ აღწყენებული აქვს სახე და ნუ როიტყვენ აღარ ეტევა რა კაში და ეს რა მოხდა
რა მოხდა და ნუ ბევრს აღარ გავაგრძელებ. სტაბილური გახდა ბიჭუნთის ფესტივალი. ბატონო გზარს უთქვია. ერთ სიტყვი 10-ს გავაკეთებ. 10-ი აღარ იფიქრო ამაზე. წაბრძანდით და მიხედეთ საქმეს. მაზურიც მოიწვიეთ თურქინდან და ვიზა და ხვალვე გააგზავნეთ რაც და ის 64, 5, 6, 7, 8 სანამ საუბედუროდ არ მოხდა ეს უბედური აფხაზეთის ამბები ტრაგიკული ყველაფერი იყო აწყობილი. არავის არაფერი არ ეხებოდა. დიახ. აბსოლუტურად არავის არაფერი არ ეხებოდა. და ამ დროიდან უკვე თქვენი ესე იგი ორკესტრი როგორც მომწი შედის მსოფლიო ელიტარულ ორკესტრების რაღაც 80-იანი წლების შუიდან განსაკუთრებით როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდა ტურნე 87 წელში თანაც ეს არის როდესაც ის რკინის ფარდა აიხადა. ეგრეთ წოდებული. ხო, რამოდენიმე კოლექტივი იყო, 7-8 წელი ხო იქით ამერიკისკენ გახედვა არ იყო. და ერთ-ერთი პირველები ვიყავით ჩვენ, რომლებიც წავედით თვენახევრიან ტურნეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. იქ უკვე იმ გასტროლების დიდი სახელი ჰქონდა, მანამდე მთელი ევროპა, რა გითხრათ ახლა, მსოფლიოს 53 ქვეყანა გვაქვს მოვლილი. სიდნეის ოპერიდან როგორი პასუხისმგებლობა 53 ქვეყანაში წარმოადგინო შენი ქვეყანა? აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. ეს ის ქვეყნებია, სადაც მუსიკა არის, კლასიკური მუსიკა არის აი პირველ პლანზე. დიახ. ეს ცენტრალური ქვეყნებია სოფლიოს, აი ამ ხრევ და ცენტრალური დარბაზები, პრესტიჟული ასე ვთქვათ, ახლა მოდაშია პრესტიჟული. ხო, ეხლა კიდე მაგას ვფიქრობ, რომ თქვენი პროფილი მუსიკაში არის ბევრ ქვეყანაშია, ასე ვთქვათ, კლასიკური მუსიკა ყველგან თითქმის განვითარებულ ქვეყნებში, ვთქვათ, განვითარებულ ქვეყნებში განსაკუთრებით არის ესეთი სახელისხელ ელიტარულ მუსიკად ითვლება, ვთქვათ, და ყველა დაინტერესება. ეხლა ფოლკლორს თავისი სხვა აქვს, ისა დაბრუნდა, რომ უნიკალურია და იშვიათია და კონკურენცია სხვა ვერ გაქვს. ეს ეხლა კონკურენციაში შედიხარ უკვე თანაბარ რანგში, ხო? იქაც არის და თქვენ შეგაქვთ ეს. იცით, ვერი ყურაშია საქმე, თანაც ჩადიხარ იმ ქვეყნებში. დიახ. აი ყველაფერს თავი რო დავანებოთ. ავსტრია, გერმანიაში ჩადიხარ. სადაც ბუდია ყველაფერს. ხო, აი ამას იქიდან და ფესვები და შეიძლება ითქვას. მე გეტყვით ერთ რაღაცას. პირველი კონცერტი ერთი დიდი ტურნე გქონდა, ერთ-ერთი გერმანია, ავსტრია, შვეიცარია. ეს სამი ქვეყანა იყო ერთ-ერთი და პირველი კონცერტი გვაქვს შტუტგარტში. დიახ. შტუტგარტის კამერული ორკესტრი იყო ცნობილი. აღორძინება ხო, ჯერ იტალიაში დაიწყო 50-იან წლებში კამერული ორკესტრების და ამ სიმებიანი პატარა უმცირე ორკესტრების და შტუტგარტის კამერული ორკესტრი 50-იან წლებში ჩამოსული იყო საქართველოში. დიახ. და რა ვიცი, საოცრებები მოხდა და მერე ჩამოყალიბდა მოსკოვში ლეგენდარული რუდოლფ ბარშაის ორკესტრი, კამერული ორკესტრი, მსოფლიოს ერთ-ერთი პირველი ორკესტრი იყო რა. და მაშინ დაიწყო და აი ამ ქალაქში ჩავდივართ. და ვიწყებ ტურნეს მაგიდან. მე გეტყვით რა, რო დავჯექით დარბაზში. რეპეტიცია ყველაფერი და კონცერტი იწყება და მე პირადად ახლა იმდენი კონცერტები მაქვს დაკრული, მოვლილი გვაქვს ყველაფერი. სადღაც ესე იგი 1-3-4 წუთი მუხლებს ვერ ვაჩერებდი. ესე იგი რამხელს. ესე იგი ძალიან დიდი ის არ იყო ტრემორი, მაგრამ აი სად ვზივართ და სად ვიწყებთ ტურნეს, საერთოდ შტუტგარტიდან. ხო, ეს რაზე მოვყევი? ესე იგი 53 ქვეყანა. ყველა დიდი რა ხომრობ რა მე კარნეგი ხოლიდან დაწყებული, ეგრე ტაშკენტის ბახორი რაღაცებული და იქამდე ყველგან. რა ვეღარ ჩამოდი, თანაც ქვეყნები, სადაც ჩავდივართ და სადაც ჩავდიოდით უფრო სწორად. ქვეყანაა, მაგრამ იმ ქვეყნებს აქ ტრადიციული ქალაქები რამდენიც გინდა და ერთ ტურნეს დროს ერთ 15 გენიალურ ქალაქში და პრესტიჟულში. აი მე რა ბედნიერებაა და ესე აი ამ კონცერტებს და თანაც რაც მთავარია, იქ აწერია კი საბჭოთა კავშირიდან ჩადი. და მაინც რუსული რაღაც ეს იმათ იქ აქვს. მაგრამ ანსამბლს აწერია საქართველოს სახელმწიფო დამსახურებული კამერული ორკესტრი. დიახ.
და წერია ძე. ხათრული ხელმძღვანელი და სოლისტი ლიანა ისაკაძე. დიახ. ეს რამხელა ბედნიერება იყო და ნუ შენი ქვეყნის მსგაგა კულტურა გაგაკ, ნუ არ ვიცი რა ძალიან დიდი ბედნიერება. ერთ რაღაცას გავიხსენებ ახლა თქვენ რაც ბრძანდეთ, კულტურა გაგაკოთ. 2000 წელს უკვე ლიან აღარ იყო ჩვენი ხელმძღვანელი იქ. მარკუს პოშნერი იყო ბრწყინვალე დირიჟორი და ახალგაზრდა. გერმანელი და ესპანეთში მივდიოდით ბარსელონაში ფესტივალზე. დიახ. სტისლავ როსტროპოვიჩთან ერთად. დირიჟორობდა და როგორც სოლისტი. დიახ. ჩამოვიდა 4 დღით ადრე. 4 დღით ადრე ჩამოვიდა და თავისუფალი კაცი, გენიალური მუსიკოსი, ეს ყველა მეცის თავისუფლება და იყო იქ ჭიქაც იყო და ისიც იყო ყველა რეპეტიციები რა თქმა უნდა და ის თავისთავად. ერთხელ ცოტა ვართ იმაში შესულები რაღაც ტონუსი აწეულია და მე იძახის. საქართველოში იციან რომ თქვენ აქ რას აკეთებთო? ამნაირი elchები სადმე არის რო თქვენ? აი ნამდვილად ეს არის უნიკალური ამბავი. რონახა. ეხლა დღესაც დადის ჩვენი სურათებით ავტობუსები ინგოლშტადტში. წარმოიდგინეთ. ჩვენი სურათებით. ერთ მაპატიათ ახლა ჩემ თავზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ მაინც ისე იმით კვეხნით, მაგრამ ერთ-ერთ ავტობუსზე, სადაც კარები არის შესასვლელი, არის ჩემი დიდი სურათი, ფრაკში და ინსტრუმენტი მიჭირავს და ერთ-ერთ გაჩერებას უცებ დამატყა, მაინც გურული ვარ და უცებ ტვინი გადაბრუნდა და მდგევარ და გაჩერდა ეს ავტობუსი. და ხალხი დგას იქ, ნუ შევიდეთ და მე ამოვიღე ჯიბიდან რაღაც ქაღალდი, ვითომ ბილეთია. და ჩემ თავს ვაჩვენებ, რომ აი ბილეთი ნახე, ცოტა ესენი მიყურებენ, მაგრამ ხარ გააყრიან და მე რო შეხედეს იმას და მე შემხედეს მე. აუტყდა ყველას. ღიმილი და ზოგი სიიცინოდა. აი ასეთი ახლა რასტოპოვიჩი რაზე გავიხსენე, მარტო რასტოპოვიჩი არ იყო. ყველა მას ეძახდა, ელჩები ხართ თქვენ. ნამდვილად ასია, რა თქმა უნდა, ლაპარაკი მაგას. და მე ვიტყვი პირდაპირ. და საქართველოს საელჩოსთვის თითქოს იქ არ ვარსებულ. ამას მე პირდაპირ ვამბობ ახლა. ჩვენ თუ დავაპატიოთ, ჩვენ თუ მოვიწევდით რა, მე არ ვიზახე არც პერსონალურად, საერთოდ ვიზახე ვინმეს, ვინც იყო იმ დროინდელები და ქალაქი თუ დაპატიჟებდა და მოიწევდა ჩვენც. აი იმ შემთხვევაში თუ მეორე მხარიდან აბსოლუტურად არაფერი რა. ეხლა მიხარია რომ გავიგე რომ ალექსანდრე კარტოზია არის ელჩი. ხო, რა თქმა ხო, შეიცვლება რაღაც როგორ გეკადრება? ალექსანდრე კარტოზია ჯერ უკაცრავად ესე იგი გერმანისტია და ცნობილია ეგ. გერმანიაში და მე დახვეწილი ინტელიგენტი და ქართველი ნაღდი. მე არ ვიზახი სხვაზე, მაგრამ საერთოდ მიმაჩნია რომ ელჩი უნდა აირჩეს ისე რომ შენი ქვეყნის ახლა ვინ და ახლა ელჩი უნდა იყოს შენი ქვეყნის სახე და რაღაც რჩება ხოლმე შთაბეჭდილება რომ რატომაც ამ ელჩების უმრავლესობას გონია რომ ეს საელჩო არსებობს მისი პირადი მომსახურებისთვის რომ ისიც იყოს იქ რაღაცა თბილად და გემბრიალად თორე ის რომ აი ქვეყნისთვის უნდა აკეთებდეს რამე განსაკუთრებულს და რომ ეს ხიდი უნდა იყოს ამ ორ ქვეყანას შორის და ყველა იქ ჩასული ქართველი მისი ნაპატრონები და ნაგოგბანები ეს რაღაც ეს ფუნქცია მე მგონი არც მაშინ და არც ახლა დიდად არ ვცნობ ხოლმე მე გეტყვი ერთ ერიკო რომ ამდენი ხანია იქ 35 წელია ხო ჩვენი ორკესტრი საელჩოს რო ატარებდა ღონისძიებებს ესეთი ორკესტრია იქ მე პირადად ჩემ თავზე ხარ ვიზახე და არა ქართული ორკესტრი 60 ესეთი ორკესტრია რომელიც ქალაქი ამაყობს და ესეთი რეკლამას ქალაქი უკეთებს კაი ადამიანებო ერთ ღონისძიებაზე მაინც არ გინდათ ჩვენ ყავდა მეგობრობის წრე მეგობრები ქართული კამერული ორკესტრის იყო პირველად სადღაც 1100 კაცი იყო თქვენ წარმოიდგინეთ ესე 1100 კაცის მეგობრობის წრე ორკესტრის
რას არ აკეთებდნენ. საქართველოში მოვდიოდით, იმათი დაფინანსებით, აკვატარებდით კონცერტებს. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი 26 მაისის კი აღნიშნეს და ბერლინში საკონცერტო დარბაზი დაიქირავეს. და იქ ჩავატარეთ ქართული 26 მაისის დღე. დიახ. გერმანელებმა ამაზე აღარ მინდა მეტი გავაგრძელო, ახლა ბატონი ალექსანდრე კარტოზია სხვანაირად წაიყვანს. სამწუხაროდ მე გულიმწყდება რომ ანსამბლი უკვე აღარ არის ქართული, ხა ეს არ თქვა, რომ 60 წელი შეუსრულდა ანსამბლს და შეეცვალა სახელი. აღარ არის ქართული, ახლა მაგრამ დარჩა დიდი ისტორია. ისტორია არის ძალიან დიდი ისტორია. ერთი მინდა ახლა წეღანა ფესტივალებზე ვლაპარაკობდით ბიჭვინთაზე. ყველაფერი გადაღებული იყო, ყველაფერი ჩაწერილი იყო, ფირფიტებს უშვებდით. და ეს არქი არსებობს თუ არ ვიცი, რამდენი ვიკითხე, ზოგმა თქვა გადააწერე, ზოგმა გაფუჭდა იმ დროს, არ ვიცი, ამა ვერავის ვერაფერს ვერ გამიჯი. რანგის ბუმბერაზი დირიჟორები ჩამოთვალეთ, რომ სტუმრობდა ბიჭვინთის ფესტივალს. ეხლა მათი თითოეული მათგანის, ესე იგი თქვა, შესრულება და დარჩენილი იყოს. ეხლა ამაზე უკეთესი რა შეიძლება გაუშვა? მე არ ვიცი, აი ტელევიზია, სხვაჩემს ჩვენ ტელევიზია უშვებს ხოლმე ეხლა ქართულ სიმღერებსაც სხვათა შორის მინდა გითხრათ, ყველანაირი ტიპის და ამავდროულად ჩვენ ვიცით თუ კი რამ ძველი მულტფილმი არსებობს, რომ ყველა ზღაპრებში და მულტფილმებში ძალიან დიდი სიბრძნეა და ბავშვის აღზრდის დროს ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია და ჩვენ მივხვდებით ჩვენ პროფილს აბსოლუტურად სხვა გვაქვს, აი მაინც მუსიკოთერაპია განსაკუთრებულ როლს იგავებს ეხლა ეს დღეს ერთ-ერთი განსაკუთრებით, ხო? ისეთი პრობლემა. მე არ ვიცი ეხლა, მე ვიცი რომ ძალიან ისეთი კულტურული და მაღალი სტრესის ყველა 10 წელს არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ სტრესების დროს კლასიკურ მუსიკას უსმენენ. ისევე როგორც ბედნიერების დროს. აიმიტომ რომ ეს რაღაცა სხვა ტიპის ის არის, რა ქვია, რელაქსაცია, მე ასე ვფიქრობ, რა ვიცი. კიდევ მეორე მე არა ვარ ხელოვნებად ვწოდდენ ამ და გადარში ვერ გამოვდგები, მაგრამ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მე ვიცი რომ მუსიკას განსაკუთრებული რამის გაკეთება შეუძლია ადამიანის ორგანიზმისთვის. წყლის მესერის დაყენება რაც შეუძლია, ეს ყველაფერი ჩვენთვის არის უნიკალური ელემენტარულად. ვერ იყო ისი რას გეტყვით, ახლა რადგანაც ხალხურ სიმღერას შეეხეთ, ხო? ეს ცალკე ფენომენია. ხო, ეს არის აი ისეთი ინდივიდუალური, ისეთი განსაკუთრებული, ისეთი თქვა იდენტური რაღაცა ყველა ქვეყნისთვის თავისი და ჩვენ კიდე ეს უნიკალური გაგვაჩნია, ამასთან არაფერი არ მიდის. ეს წარმოუდგენა კიდევ ისტორიას ყოფ შენი ქვეყნის, მაგრამ ეხლა თქვენ შემთხვევაში მე ვთქვი რომ აი იქ სადაც კლასიკური მუსიკა ყველგან არის, დიდ კონკურენციაში უნდა გაიმარჯვოთ. ეხლა იცით რა შეასაკა ისევ მე ხალხურ მუსიკას და მუსიკათერაპიას დაუბრუნდები. აი ავიღოთ გურული ბატონებო. დიახ. მე ამის მონსტრე ვარ. კურნავდა ბატონები და როგორ ისეთ წითელი ბატონები ქონდა. დიახ. ერთ ჩვენ მეზობელს ქუთაისში. და მეც ჩასული ვიყავი და პატარა ბავშვი იყო და გაურთულდა ძალიან. დიახ. და დედა, მამა და მე სამხმაში არისო. ესე იგი, დედამ წამოიღო თავისი ჩონგური. დიახ. და არიძინებდა, ტიროდა, ნუ საოცარი გართულება ქონდა. როგორც კიდე ბატონებო, დავიწყეთ, ხო? ნელა ესე იგი დაწყნარდა ბავშვი. ტირილი შეაჩერა და ბოლო მუხლი რო დავამთავრებით. ხო? გაუხარდათ ბატონებსა და უცბად პირი იბრუნა და საერთოდ ჩაეძინა ბავშვს და სახეზეც კი მე ამას ვიზახი ერთ-ერთ შემთხვევას, ხო? ერთ-ერთ შემთხვევას. რადგანაც მივადექით ახლა ამ ძალიან ახლოს ვიყავით ჩვენ და ანსამბლი რუსთავი. ჯერ ერთი პირადად ჩემი და საყვარლესი ანზორის დამოკიდებულება. ეს ერთი. მერე გომარი, ანზორი, ეს ის თაობა, რომელმაც გორდელა ჩამოაყალიბეს. გორდელა. ეს იყო გენიალური თაობა. თემურ ქართლიშვილი, გომარი, ანზორი, ბადრი თოიძე, კუკური ჭოხონელი, რა ვიცი, რომელი საოცრები, მე აი დიდი მუსიკოსები და დიდი მეცნიერები შემდგომ. და ჩემი ოცნება იყო რომ პირველი ოცნება ერთ-ერთი იყო რომ ქართული
მუსიკის საღამოები ყოფილიყო გერმანიაში. მარტო ქართულის. გქონდათ კიდეც? არა, ჩვენ ვატარებდით კონცერტები რო ქონდა ქართული ნაწარმოებები იყო პროგრამაში. დიახ. მაგრამ თლიანად ქართული მუსიკის საღამოები რო ყოფილა. არა, რუსთავთან ხო გქონდათ ხოლმე? აი მაგისკენ მივდივარ, მანამდე იყო ერთი ასეთი რომ ძალიან ბევრი ნაწარმოები ქართველი გენიალური კომპოზიტორების პირველი შემსრულებლები ვიყავით ჩვენი კამერული ორკესტრი. დიახ. ნასიძე, ცინცაძე, მამისაშვილი, თაქთაქიშვილი, აზარაშვილი, რომელი ერთი ჩამოთვალა, ნოდარ გაბუნია და მიუნხენის მუსიკისა და კინოს აკადემიის, ჩვენი კონსერვატორია დაახლოებით ოღონ ის უფრო მრავალ წახნაგოვანია. იმ რექტორი იყო პრეზიდენტი რობერტ ხერმშროდი, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორი, საზოგადო მოღვაწე და ორღანისტი. და ძალიან ახლოს ვიყავით, ნაწარმოები ჩავწერეთ. მაგისი ბევრი. და ერთხელ შეუბედე და უთხარი ესე რომ მე პირადად მეტო ვიზახე ამას ყვეხნით არა მე ვიყავი რა ესეთი რომელსაც მქონდა ამისი ესე იგი ინტერესი გასაოცარი რომ საზღვარგარეთ მარტო ერთი და ორი ნაწარმოები კი არა კონცერტში მთლიანი რო ყოფილიყო ქართული. დიახ. და დაგვთანხმდა და გვიტყდა აი ეს დარბაზი, წყინვალე დარბაზი უსასყიდლოდ არის თქვენი. ქალაქმაც დაგვიჭირა მხარი, დაგვიჭირა ქალაქმაც მხარი, დააფინანსეს ვინც ჩამოდიოდა, თორე მარინეიაშვილი ჩამოვიდა, ვაჟა აზარაშვილი ჩამოვიდა, ჩემი ძმა გომარი ჩამოვიდა, ნოდარ გაბუნიას იგავს ვასრულებდით ცნობილს გენიალურს, მე როგორც მომღერალი აი იმ ნაწარმოებში. და ბედნიერება იყო, ერთი კონცერტი იყო მიუნხენში, მეორე ინგოლშტადტში. და ბედნიერ მანამდე ანალოგი არ ყოფილა და არც შემდეგ, რომ მარტო ქართული მუსიკის კონცერტი ყოფილიყოს აი საზღვარგარეთ. და თანაც რამდენი გვარი თაქთაქიშვილი, ცინცაძე, ნასიძე, გაბუნია. ანუ ერთ ადამიანსაც რამდენი შეუძლია წარმოიდგინოს. 6 უბწყინვალე ბუმბერაზი კომპოზიტორების ნაწარმოები. დიახ. მე სულ როიტყვიან მელანდებოდაო ესე რომ აი ჩვენი და ხალხური მუსიკის საღამო რო ყოფილიყო. ოთარ თაქთაქიშვილის ცნობილი მეგრული სიუიტა. დიახ. პირველი შემსრულებლები ვიყავით, ეს მიუძღვნა ზურაბ სოტკინავას, იმ ბუმბერას მომღერალს. მისთვის დაწერა 1973 წელს პირველი შემსრულებლები ვიყავით, ანსამბლი რუსთავი, საქართველოს კამერული ორკესტრი, მაშინ მარინეიაშვილი იყო და დირიჟორი, თავად ავტორი ბუმბერაზე ოთარ თაქთაქიშვილი და სოლისტი ვარსკვლავი ზურაბ სოტკილავა, კონსერვატორიის დიდარბაში. პირველი შემსრულებლები, პირველად ჩავჭედეთ ჩვენც ეს ნაწარმოები. ეხლა მარკუს პოშნერია ჩვენი ხელმძღვანელი, ახალგაზრდა უნიჭიერესი დირიჟორი. ერთ დღეს მივდივარ და ვეუბნები მარკუს აი ჩანაწერი მოусმინე და ხვალ მითხარი შენი აზრი თქო. მოდის და მეორე დილით რომ მოვიდა, გამოვიქცა და მეუბნება ვიტალი, მე დღეს მივდივარ კარლ ჰაინს რუმფთან. ეს აუდის კულტურის მიმართულების ხელმძღვანელი. დიახ. და მე მივდივარ მაგასთან. მეორე უпростоრად მესამე დღეს მოდის და ვიტალი ყველაფერი გადაწყვეტილი. რუსთავი აქ ჩამოვიდა ჩვენთან ეკნებათ კონცერტები. ეხლა ვეუბნები რუსთავს აქ მეორე ჩანაწერი მაქვს მე ვთქვარი, სადაც მაგათი ცეკვებიც არის და მომეცი მივეცი, წავიდა კიდე. ეუბნება ესეც ჩამოვიდეს. 55 კაცია მე. არ აქვს მნიშვნელობა, ჩამოვიდა ეს 2002 წელი იყო.
მთელი ანსამბლი რუსთავი ჩამოვიდა, ცეკვაც, სიმღერაც. ბედნიერები ვიყავით, მთელი ორკესტრი, განსაკუთრებით მე, ბადრი ჩამოვიდა, აზორი ჩამოვიდა, ფრიდო, რა ვიცი, ვინ არის და ჩემი რუსთავში ვინც იყო იმ თაობის ყველა ერთ-ერთი საუკეთესო ჩემი ახლობლები და მეგობრები. ორი კონცერტი ჰქონდა ინგოლშტადტში. მე ეს კონცერტი თბილისში გამიმეორეთ 2004 წელს ოპერაში. იმის უკაცრავად გამოვთავრებ უკაცრავად. იმის შემდეგ რუსთავი 4 ჯერ იყო ინგოლშტადტში. არ მიყავს. უნიკალური ანსამბლია, არ ვიცი. იყო განსაკუთრებით ბატონი აზორის ხელში ეს იყო 9 კაცი იდგა და გეგონებოდა 100 კაცი მღეროდა. ასე არ იყო? აი რაღაცა ეს არ ვიცი რა იყო. მოცულობაში იყო ეს რაღაცა საოცრება იყო. არ ვიცი როგორ უნდა აღწერო მუსიკა, მაგრამ რაღაც აი საოცრება ხდებოდა სცენაზე. 4 ჯერ იყო იმ შემდეგ ჩამოსული და რუსთავი ინგოლშტადტმა მიიღო და აი ქართველების ქალაქია ისახოდნენ განსაკუთრებით როდესაც მთელი დასი ჩამოდიოდა 55 მეტრის 20 ჩვენ და რომ დავდიოდით შევიკრიბებოდით იმას აი იყო ჟრიამული და კიდე ერთხელ ვიძახი რა ელჩი მეტი რა არის აი ეგ არის იცით მე ვფიქრობ ხოლმე რომ ერთ ადამიანსაც კი რამდენი შეუძლია ეხლა თქვენ მოყევით ეხლა ერთ ადამიანს რამდენი შეუძლია და თითოეულმა ადამიანმა ამის მიათედი რომ გააკეთოს წარმოვიდგინეთ რამხელა ბედნიერება იქნებოდა ქვეყნისთვის და ნუ მაშინ როცა შენ ეს გევალება კიდე მართლა რომ შენ შეგიძლია უნიკალური შენი ქვეყნის რაღაც საოცარი კულტურა გაიტანო და აჩვენო ეხლა მე სხვა პრობლემები მაქვს მე ვფიქრობ ხოლმე რომ აი სადაც შენ ხარ იმ ქვეყანაში რაც შენზე უკეთესია ყველაფერი თუ კი რამე არსებობს პროგრამა ხეთ ჩემ შემთხვევაში სამედიცინო მიმართულებით ეცადე რომ წამოიღო განერგო, გაიმეორო, განავითარო შენი ქვეყანა ხა ის რაც საუკეთესო უკვე გაჩვენე და რაც იმათ საუკეთესო აქვს ის წამოიღე და შენთან დანერგე. ასე მგონია რომ აი ახლა ეს ადამიანს ან აქვს შიგნიდან და უნდა რომ გააკეთოს, ან არა აქვს და ამას ვერ სწავლობს. ეს რაღაც დაუწერელი კანონია, იმიტომ რომ სულ ფიქრობ ხოლმე რომ რაღაც როგორც ექიმი ვეიქნები თუ შიგნიდან განწყობილი არ ხარ ექიმობისთვის, ან მუსიკოსი ვეიქნები თუ შენში ეს მუსიკა არ არის და ვერ გადმოსცემ. ესებია რაღაც ყველა პროფესიაში უნდა ირჩეოდეს ადამიანი, რომელსაც სხვა გული აქვს, სხვა დამოკიდებულება აქვს და საკუთარი თავის გარდა, აი საკუთარი ცხვირის წინ კი არ იყურება, იყურება სხვანაირად მოცულობაში და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მე ისეთ რა შეასაქმე ჩვენ რო ჩავედით. მოვლი ყონდა ქვეყნიერება და გერმანიაში მარტო ვიყავით არ ვიცი რამდენჯერ, მაგრამ ცხოვრება, როდესაც მოგვიწია. აი მე გეტყვით რა. ჩემი ოჯახი რო ჩამოვიდა ჩემი ბიჭი ზვიად სიხარულიძე რომ დაიბადა მე აქ არ ვიყავი იქ ვიყავი უკვე მეც განსაკუთრებული კითხვა უნდა დაგისვათ თქვენ ვიდრე გადახვალთ ოჯახზე ეხლა მე იშვიათად მე მინდოდა რომ თქვენ ყოფილიყავით აუცილებლად ქალთა მაგულისთან ერთად იმიტომ რომ სულ ფიქრობ ხოლმე რომ წარმატებული ადამიანი შეიძლება იყოს წარმატებული ადამიანი მაგრამ წარმატებული და ბედნიერი ადამიანი და კიდევ სწორად და ბოლომდე რეალიზებული ადამიანი ვერ იქნება თუ მას გვერდს არ უმაგრებს თავისი მეწყვილე და აი მე იშვიათად შემხვდრია ესეთი წყვილი როგორც თქვენ ხართ ადამიანი რომელიც აი ხარობს თქვენით მუდმივად ეხლა სულ მინახე ხოლმე რომ რაღაცას ხო ეს ხო აი ერთმანეთში ხართ ნამდვილად ესე იშვიათად მინახე მე ესეთი წყვილი იმიტომ რომ აი სულ მინახავს ხოლმე ისიც კი მომწონს ხოლმე ხანდახან რომ ძალიან შეყვარებული წყვილი წაიკინკლავება ერთმანეთს რაღაცას აი მე არ გიყურებთ ამდენი წელია უკვე რამდენი ხანი თქვენ გიცნობთ და აი სულ ფიქრობ ხოლმე ნეტა როდესმე ამათ ერთმანეთისთვის ხომ ახლა დალაპარაკებია რამე თემაზე განსხვავებული აზრი ქონიათ ან უკამათიათ იმიტომ რომ ესეთი ტკბილი დამოკიდებულება ესეთი თბილი იშვიათია და ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო ერთი საუკეთესო ოჯახის ნიმუშად ყოველთვის რომ დავფიქრდები სულ რამდენიმე ოჯახი წარმოვიდგებოდა ერთი და უპირველეს თქვენ ხართ აი რას ნიშნავდა თქვენთვის აი ზუსტად ოჯახი რომელიც უკვე თქვენთან ერთად იყო გერმანიაში თანაცხოვრების აი ეს პერიოდი როცა ხართ უცხო ქვეყანაში როცა ხარ ძალიან წარმატებული ადამიანი აქო ძალიან აი არ შემიძლია დავამთავრო საელჩოებთან დაკავშირებით ჩემი ესე იგი გულის ტკივილი აი თქვენ ადამიანი რომელიც ესეთი შემდგარი ხართ რომ აი ქალაქში ცნობენ სახეს ადამიანის და მიღებულია და ყველა ელიტარ ულტრაში გასულია და სოფლიო რანგის ვთქვათ საპატივცემო ელიტარული ორკესტრის ძირითადი და უმნიშვნელოვანი წევრი და შემადგენელი ნაწილია. აი თქვენ გაქვთ ეს ტკივილი და უკმარისობა, თქვათ აი
საერთოს დამოკიდებულების. ეხლა სულ ფიქრობ ხოლმე, რომ ადამიანი, რომელიც იქ ჩასულია არსებობისათვის, რომ იარსებოს და ფეხზე ვერდგება და ხანდახან პროფესიას ტოვებს და მომვლელად ელოს მოჩვენს. აი, იმას როგორ ჭირდება მოფერება და მხარდაჭერა და ხელისშევრება, ის ხო არასოდეს შესაძინააღმდეგო არ დაილაპარაკებს, თუნდაც ქვეყნის გარეთ ჭირდებოდეს მას არსებობისათვის ბრძოლა, თუ ის იგრძნობს თავისი ქვეყნის ხელს იმ ქვეყანაში და ეს ვინ უნდა გააკეთოს. აი მე ისეთი დაბრუნებულ ვარ ხოლმე წლებისგან ყველა ეტაპზე ესე იყო. ახლა ვერ გეტყვით რომ ეხლა განსხვავებულია სხვა წინ უკეთესი იყო. არა, წლების წინ ვიყავი იტალიაში და რო ჩამოვედი ერთი თვეები გადიოდა, რომ ჩემ ხედულობიდან და ფიქრებიდან არ ამოდიოდა იქ ჩემთვის ნანახი ქართველი ქალები, რომელსაც ძალიან მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. აი დავდიოდი და ვფიქრობდი, რანაირად ცხოვრობ ახლა ეს თითქოს ეს არ გინახია და აგრძელებ ცხოვრებას. აი, ხანდახან არის პრობლემა, რომ შენ ვერ ეხები, ვერ აგვარებ, მაგრამ ამაზე ყველგან ვლაპარაკობდი და ვამბობდი, რომ აი შეუძლებელია, რომ შენ არ გტკიოდეს იმათი ტკივილი და არ შეიძლება, რომ აი თქვათ აი სხვანაირად მოფერება უნდა შემდგარ ადამიანებსაც, რომლებიც უცხოეთში არიან და მხარდაჭერა და იმ ადამიანებსაც, რომლებიც აი არსებობისათვის იბრძვიან. ყველა სანაბრად ჭირდება დახმარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა თქვენ შემთხვევაში მე მინდა კითხოთ, აი რაც არ უნდა წარმატებულიყო ადამიანი, არის ერთი ადგილი, სახლი, სადაც ადამიანი არის თავის ციხესიმაგრეში. აი იქ თუ არ არის სიმშვიდე და იქ თუ არ არის ბედნიერება, ყველგან გიჭირს ადამიანს. აი როგორი იყო თქვენ ცხოვრებაში, რა როლი ქონდა თქვენ ცხოვრებაში ოჯახს? ქონდა და აქვს და ასე იქნება. ასე იქნება მუდამ რასაკვირველია. ესე იგი ჩვენ ვართ მე არ ვიძახი მე. ჩვენ ვართ უბედნიერესი წყვილი და ოჯახი. დიახ. ჩვენ ბიჭთან ზუსტად სიხარულებასთან ერთად. ჯერჯერობით დაუქორწინებელია. აუცილებლად უნდა დაქორწინდეს და არჩიება ჩქარა. თქვენსავით არ მოგვიქცევიო გვეუბნება. ჩვენ ცოტა გვიან ვიქორწინებთ. დიახ. მე რო წავედი აი ამ 90 წელში და მე შემოთავაზება და რო დავრჩით იქ 6 თვით უნდა დავრჩენილიყავით. დიახ. ქალაქმა შემოგთავაზა ესე და მე ეს 6 თვე უკვე გახდა დღევანდელ დღემდე. და ნიმ 6 თვეში 28 აგვისტოს დაიბადა მოევლინა ზვიადი. მე აქ არ ვიყავ. დიახ. მე ჩამოვედი დეკემბერში, მე გაგვიგრძელეს იქ 1 წელი კიდევ. და მარტში 6 თვის იყო რა, მე-7 თვეში ზვიადი და მაგული რო წამოვიდნენ გერმანიაში. წამოვიდნენ გერმანიაში 6 თვის იყო. და მე აქ დაიწყო ეს აურეულებები, ეს ტრაგიკული მოვლენები 90-იან წლებში. 90 ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ძიმე და ავადგასახსენებელი წლები. ჩვენ ახლა იცით ვერიკო თვენახავრის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდით თბილისს. როგორი ამბავია. დედა აქ არის. მაგულის მშობლები აქ არიან. ძმა აქ არის. ნათესავები აქ არიან და მე ჩემი უახლოები და მე საქართველოს აქ არის ხო წესიერი და პატიოსანი ხალხის და ვერ ვგებულობ თუ ტელევიზიით აჩვენებენ რაღაც ისეც რაც ხდება. მაგრამ ისეც ისე რა გაკურით. და აი ამ დროს იქ ცხოვრობთ. ამ დროს არის ყველაზე დიდი აი ოჯახი შველა. მე კიდე ერთ რაღაცას ვიტყვი. მაგული ჩვენ კონცერტზე 4 წლის შემდეგ წამოვიდა პირველად. დასწანებთ. ხო, ზვიადი პატარა. არც დედა იქ და არც მამა და არც მეორე, არც ბებია და არც არავინ არ არის იქ. ისე რომ დამოუკიდებლად იყოს. ესე იგი ეს წლები ესე ხო, აი ამის შემდეგ, როდესაც შემოგთავაზეს უკვე აქ წარმოუდგენელი იყო, რომ აქ რისი მუსიკაზე და რისი ორკესტრაზე და რის გადარჩენაზე. ვინც აკეთებდა, ესენი მართლა გმირები არიან, რაღაცას ვინც აკეთებდნენ და სანთლის შუქზე უკრავდნენ და თამაშობდნენ თეატრებში და ისინი მართლა უდიდესი
პატივისცემის ღირსები არიან და იქნებიან ყოველთვის. ბევრი წასულია. ნამდვილად ბევრი წასულია, ექიმებზე ზედმეტია ლაპარაკი. ფეხით რო პაციენტთან დარბი ხარ და ემიქნა. ოპერაციას აკეთებ. ოპერაცია. ემაზე ზედმეტია ლაპარაკი. ეს სხვა მხარეა, რომ ექიმი პატრონობს თელ ამ უბედურებას. და მე შევრჩით ზვიადიც წამოიზარდა, მე თავისთავად სანამ აქ დაალაგდა ყველაფერი, მე ვერ უღებულობ სიტყვა ემიგრანტს. ემიგრანტები იყვნენ აი ეს ხალხი, რომელიც გაიქცნენ, მე კი არ ვიზახი რომ გაიქცნენ. ესენი იყვნენ ემიგრაციაში, რომლებიც გაერედნენ. ჩვენ წავედით და არც გაგვსეულ ვართ და არც როგორც დავდიოდით, ისე წავედით და მე დაიწყო ეს უბედურებები და დავრჩით და შევრჩით იქ და პირიქით. მადლობას ვეუბნებოდით, რომ შეგვიფარეს და პროფესია შეგვინარჩუნეს და ორკესტრი შეგვინარჩუნეს. და ჩვენ გვითხრეს გერმანელებმა იმ ქალაქმა, რომ საქართველოს სახელით დაიწყება თქვენი აფიშა. ეს არამშრომლობანია. საქართველოს კამერული ორკესტრი გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში. ჩვენ გაფინანსებთ, ჩვენ მაგრამ არა, საქართველოს ეს არის რამხელა სამადლობა ეკო. ჩვენთვისაც დიდი რეკლამაა იმისთვის, რომ ასეთი ცნობილი და ერთ-ერთი საუკეთესო კამერული ორკესტრი კი ბატონო, არის ჩვენთან. არის ჩვენთან. დიახ. ხო და ეს ისტორია იყო. მე დროთა განმაგული ფილოლოგია, რუსული ენის სპეციალისტია, სამედიცინო ინსტიტუტში იყო რუსული ენის კათედრაზე, დოცენტი. შემდეგ იქ 4 წელი, რა თქმა უნდა, სანამ ზვიადი არ წამოიზარდა და ბახში და საბავშვო ბახში და რაღაცა. შემდეგ იქ აიშტეტის კათოლიკური უნივერსიტეტის საზღვარგარეთის კათედრაზე, საზღვარგარეთული ენების კათედრაზე დაიწყო მუშაობა. და როგორც პროფესორმა რამოდენიმე წლის წინ უკვე მაგასაც მოუწია პენსია. დიახ. და ახლა ვართ 2 პენსიონერი და უყურებ ზვიადს. ხო, და ზვიადი არის ფსიქოლოგი, არის მენეჯერი, პიარ მენეჯერია. შესანიშნავი გუნდი ყავს თავისი თაობის ერთად იზრდებოდნენ, მე ბევრი შემატებაც მოხდა და არის ამ გზით ვართ რა, აქ ჩამოვდივართ ახლა, რამოდენიმე თვეა აქ ვარ, რამოდენიმე თვე კიდევ იქნება, ჩემთვის მიუღებელი ემიგრაციაზე რო ლაპარაკობენ, არა, ჩემთვის არ არსებობს ახლა ემიგრანტი ქართველი. წასულია. მაშინ ასე ვთქვათ რა, საბჭოთა კავშირის დროს მოსკოვში და იმაში ვინც იყო, ყველა ემიგრანტი იყო. წასული ხარ, 3 საათში აქ ახარ ჩამოდი. რამდენი იყო კი ბატონო, კი, რამდენი იყო. რამდენი მაპატიეთ და სულ ბედნიერება და ის იყო, რამდენი ჭირი ყოფილა და გამოვფრენილ ვარ, ხო, პროგრამა, აკაზო პრობლემა არ იყო, არც ვიზა მჭირდება და რაც არ. საქართველოს მე ვიტყვი რომ ვარ გერმანიის მოქალაქეობა მივიღეთ 2011 წელს. დიახ. 1 წლის შემდეგ პენსიაზე უნდა გავსულიყავ. დიახ. ესე იგი პენსია რომ გერმანული ისე მქონოდა როგორც მისაღები იყო ასე თუ ისე ხო მე აუცილებლად უნდა ყოფილიყავი გერმანიის მოქალაქე. ჩემთვის გერმანულის მოქალაქე. ყველა დანარჩენი რაც არის კეთილი ესე იგი პრივილეგიები სამედიცინოა თუ რაღაც ყველაფერი რომ უნდა და მივიღეთ მე და მაგულიმ და ზვიადმა თავისთავად 2011 წელს. რა შემიშლის მე ეს ხელს, როდესაც 3 საათში აქავარ. მაისის შემდეგ აქავარ. არა, არაფერში და ნამდვილად ეხლა თქვენი დამსახურების ადამიანი უნდა იყოს ორმაგი მოქალაქე. ორმაგ მოქალაქეობაზე უკაცრავთ, შემო არგო ქალბატონო. ვერიკო ორმაგ მოქალაქეობაზე აქ არის ეს კატასტროფა. რატო? ეს არის კატასტროფა, ნუ. დიახ. ორმაგ მოქალაქეობაზე კი არა თუ რაღაცა ისეთი თუ არ მოხდა. რაღაც ამ კანონებში. მე სოფელში საყვარელ ჩემ სოფელში სადაც мама მაგვიშენა გვეყარდა მე და გომარის ბავშვობაში რო დავდიოდით და თელი ოჯახი დავდიოდით, მე აღარ დავდიოდით დიდხანს და мама მაგვიშენა შემდეგ სახლი. ეგ და რამოდენიმე წლის წინ ზვიადი რო წამოიზარდა რო ჩავდიოდით იქ.
ვარო 13 წელს იყო თორმოს. მამაო ახლაო ოჯახიო დიდდებაო გომარებიძეასო და აი ეგ გიორგიო, იქ ნინო, იქ გავიზდა გავფართოვდებით რაჯვები და მოდი ჩვენცო 13 წელს იყო მაშინ მე გავგიჟდი რა იქ გაზდილი იქ ვეუნებ აკრა მე ეს არისო საოცრება მისთვის ტოლები რა სოფელი. დე. და მახსოვს გომარიც გვერდზე იდგა და მივიდა და შუბლზე აკოცა რა. და მეორე წელს ავაშენეთ ეს სახლი რა. ესეთი კოტეჯი საზაფხულო და ეხლა რატო ვიძახი ამას? როდესაც გავხდი გერმანიის მოქალაქე, ჩავდივარ 2012 წელია, შუქიც გადაჭრილია, როგორც არა ქართველს. როგორც ესე იგი არა მოქალაქეს. ხო, ისეთ ჩახსნილია, ესეთ ჩამოხსნილია, არც კომლში ვარ, არაფერში არა ვარ საერთოდ. რას ლაპარაკობთ? მე მესმის ესეთი რაღაცეები, რომ იცი, ამას ეს უნდა რაღაცა გვერდზე გავლა, ავლა უნდა რაღაცეები, ესე უნდა გააფორმოს. მე ვთხარი, ჩემ ცხოვრებაში არაფერი ასეთი არ გამიკეთებია. კიდე გერმანული წესრიგის. ფინტები ασეთი, მისოდი ყურება იმის და ბურთს რო თამაშობდით, ცდილობდით, ბაზავდით რაღაცა და ეს ფინტები როგორ მე ქართველი, აქაური. თელი ცხოვრება ამას ვიმსახურებ. ჩემმა შვილმა გერმანელმა იქ გერმანიაში გაზრდილმა მოინდომაროს ფესობი აქონდეს ისე. ჩვენს კონდესო ისო რა და ერთ ეზოში ეს რაღაცა და ამ დროს შუქს მიჭრდი დემაშობით რომ ნახეთ რომ მე ეს ჩემთვის მიუღებელი კი არ არის მიუღებელს ისე არ ვიტყვი ეს თავისთავად მაგრამ ეს გასაკვირია ისეთი რომ მე არ ვიცი საოცარი ნუ თუ რაღაც ამ კანონებს ქვეტექსტი არ აქვს მაშინ წაიღეთ ის ჩემი ისიც რა ქვია ბიოგრაფიაზე და ეს წაიღეთ ის ჩემი დამსახურებაზე და ყველაფერი აბსოლუტურად და ეს უბრალოდ მოყვა ამას რა მოვლადია მე მგონი ეგ საკითხი ხა წარმომდგენია რომ ხა რაში ისიც საქმე ვერიკო ხა თქვენ რო თქვით ეს ხო უბრალოდ ამან მოიტანა სულ არ მქონია ეს თავში მაგრამ ეს სულ მაწუხა არა იცით ხანდახან არის ხოლმე რომ შესაძლებელია რაღაცა ის რომ კანონმდებლობაში რაღაც წესები უნდა ეწეროს გარკვეული აუცილებელია მაგრამ არის ხოლმე რაღაცა თქვა აი რაღაც პუნქტი დამატებითი თქვა რომელიც გამორჩენილია იმის გამო რომ ადამიანები რომლებიც უცხოეთში უწარმოებულესები არიან და ისინი საქართველოს მოქალაქეობას მექანიკურად უნდა იღებდნენ პირდაპირ ორმაგი მოქალაქეობა კონდე ხარ თუ მაგას ლაპარაკი ალბათ რაღაცა ასე მგონია რომ ინფორმირებულობის და აი მე მაინც ვფიქრობ ხოლმე რომ ხშირად აქვს ხოლმე ჯანდაცვის სამინისტროსთანაც პრეტენზიებს ვეუბნები რომ როცა თქვენ ეხა შეუძლებელია ვინც არ უნდა იყოს მინისტრი რა პროფესიის თუნდაც ექიმი იყოს თქვა ხო შეუძლებელია იმხელა სივრცეა მედიცინაში რომ ყველა სფეროში იცოდე ყველაფერი ეს რა თქმა უნდა ამიტომ როცა მე ვსვენებ ხოლმე რომ მენეჯერი თქვა ძალიან კარგად არ ვარკვევდე ოფთალმოლოგიის პრობლემების გადაწვაში. თუ შენ შემოგაქვს ჩემთან როგორც მენეჯერთან რაღაცა გარკვეული შენიშვნა, რომელიც მე ვერ დავინახე, ან ვერ შევამჩნი, ან არ გამოჩნდა, იქვე უნდა მომწერო, ახლა სულ მეუბნები ხოლმე, თქვენ უნდა მომწეროთ აი ასეთი შემთხვევის დროს, ახლა თქვენი შემთხვევა ესე არ ასეთი არ არის, მაგიტომ არ პასუხობთ ამას, მაგრამ ხშირად მეუბნები ხოლმე, რომ პრეტენზია, როცა გიჩდება და თქვები, რომ აქ ისე ეს არ არის, როგორც წესი და რიგია, იქვე უნდა ვიკარნახო, ახლა ჩვენ ველაპარაკობ, როცა თანამშრომლობ ადამიანებთან ამ თემებზე, აი როგორ წვეთს ესა თუ ის ქვეყანა ამ პრობლემას. და მე უკვე მევჭდები და ვფიქრობ, რომ აი დღეს ჩემი ქვეყანა მზად არის ასე გადავჭრა, ისე გადავჭრა, აი აქედან ერთ-ერთს ვირჩევ. იმიტომ რომ ხანდახან არის იდეალური პოლიტიკა, რომლის განხორციელების რესურსი არ გაქვს ფინანსურად, ადამიანური რესურსით, თუ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და 1000 რაღაცით. აი რითაც ახლოს ხარ რომელიმესთან, აქედან უნდა დაიწყო და გამოსწორდე. აი მე ვერ ხედავ, აი ვერ დავინახე, ხო, დამანახე. დამანახე და ამეხმარება და ეხლა თქვენ შემთხვევაში ვფიქრობ, თქვენ არაფერს ვერ მიუგარნახებთ ვინმეს, მაგრამ ის რომ პრობლემა დაანახოთ რა არის თქვა ასეთ შემთხვევაში, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი. იცით ვერიკო თქვენ ახლა რაც თქვით ეს მართლაც 100-ია და ასე უნდა იყოს, მაგრამ მე უბრალოდ აქ კითხავს ვსვამ რა. გამაგებინეთ რატომ რისი გულისთვის მე მოქალაქეობა რომ მივიღე
ხო, ესეც არა კითხვის ნიშანი არ უნდა დაისვას ახლა რომ ადამიანმა 35 წელი იცხოვთ 54 წელი იმ ქვეყანაში და იმ ქვეყანამ მიგიღო შენი ქართული ორკესტრი ესეთი აღიარებული იყო სახელი არ შეუცვალა ქართული ორკესტრი აფინანსა შეინახა და რა არის ამაში გასაკვირი არაფერი უნდა ის მეორე სამშობლო ხდება ეს ესეა სამშობლო მაგას ერთია და კი მაგრამ ის არის ჩვენი იცით რა მადლიერების გზნობა ის არის რომ ხო მადლიერება არის როგორ ეხლა გენიალური თქვით რა რომელიც მადლიერება საქართველოში და საერთოდ კაცობრიობაში უკვე განსაკუთრებით დღევანდელ დღეს მადლიერება წადი ძმაო საქმენა აი ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ესეთი ჩვენი გულწრფელი საუბრისთვის ერთი იმისთვის რომ ჩვენ გვყავს ძალიან ესეთი სტიგმური აუდიტორია და მე დარწმუნებული ვარ ყოველს გამოხმაურება არის ხოლმე რომ კიდევ ერთი საინტერესო და ძალიან დიდი ადამიანი ჩვენ კიდევ ლაპარაკობ ჩვენ სპეციფიური მაყურებელი გვყავს განსხვავებული სფეროს ასე ვთქვათ და ამიტომ მე ვფიქრობ რომ დარწმუნებული ვარ თქვენ გიცნობდნენ გამორიცხული არიან მაგრამ თქვენ შესახებ ესეთი დეტალური და ესეთი ინფორმაცია უფრო მეცაც ვიტყვი ლიანა ისაკაძის შესახებ არ ვიცოდი მე ეს ინფორმაცია თქვენ გისმენთ რამდენი რამ მომისმენია მაგრამ ჩემთვის ის რომ ესე იგი ამ ადამიანის დამსახურება უკვე როგორც ორგანიზატორის როგორც ხელმძღვანელის როგორც დირიჟორის მე ვიცნობდი მას როგორც გენიალურ მუსიკოს და მოვლენას ნამდვილად მაგრამ ეს მიმართულებები მართლა არ ვიცოდი და ძალიან საინტერესო იყო ამ თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა თქვენი ცხოვრება როგორც ერთი ძალიან წარმატებული და ძალიან დიდი გულშემატკივარი თქვენი სამშობლოსი და დამტადებული და ადამიანის რომელმაც სოფლიოს გააცნო თავის ქვეყანა კიდე ძალიან ბევრ ქვეყანასთან ძალიან კარგი კუთხით და ძალიან კარგი პრიზმით და მე ვისურვებდი რომ საქართველოს ბევრი ყავდეს აი თქვენი ტიპის წარმომადგენელი სოფლმესი მადლობა ალბათ მაგრამ მაინც მე საბოლოო ჯამში მინდა ხოლმე რომ ეს ადამიანები დაბრუნდეს ყველა აქ საქართველოში იმიტომ რომ თქვენ აქ ხართ ახლა და კი ბევრი თვეა უკვე იმერელი იტყოდა აქანი არა აქ ვარ 5 თვეა აქ ვარ შარშანე 6 თვე ვიყავი მივდი ვარ ღმერთმა ჭირი გვაშოროს და რაღაცა თუ არის ეგრევე უნდა წამოვიდე არ არის ამის პრობლემა არა ერთ ფაქრასო სულ ხინშია რო თქონდა და ხინში ერთი რაღაც მინდა რადგანაც ლიანა ისაკაძე თუ ამთავრებთ სხვა მხარეს თუ შეიძლება ევიტყვი ერთი წუთი რა კი როგორ არის ეს საოცარი პიროვნება იყო ერთი უშიშარი იყო ასეთი დახვეწილი პიროვნება და ასეთი მუსიკაში ზემოთ უშიშარი იყო ყოფით ცხოვრებაში არ დამავიწყდება ვარ. აი გზევით რო იყო, იმიტომ იყო თავისუფალი და უშიშარი. ესე არ დამავიწყდება ვარ. ფინეთში გმირი იყო ფინეთში ლიანა. დიახ. სიბერულის კონკურსი რომ მოიგო. ესე იგი საოცრება გააკეთა მაშინ. ყველა პრიზი რაც იყო გარდა პირველი პრემიისა, დანარჩენები პრიზები რაც იყო, ყველაფერი მაგან მიიღო. ფინეთში იყო გმირი. დიახ. ძალიან ბევრს დავდიოდი სკანდინავიაში, განსაკუთრებით ყველგან რა, ფინეთი, შვეიცარია, დანია, ნორვეგია. ერთ-ერთი მოგზაურობის დროს თავისუფალი დღე გვაქვს და დაგპატიჟეს ფინეთიდან როგორ წახვალთ ისეო რომ საუნა. კი. და ოლიმპიური აუზის საუნაში. და დაკეტეს ის 2 საათი იყო თუ რაღაცა და მარტო ჩვენთვის იყო. ერთობით, საუნა ცალკე, აუზი ცალკე, იქ ფენური, შვედური მაგიდა, ლუდი, ყველაფერი როგორც შეიძლება. უცებ ვიღაცამ დაიძახა, ნახეთ ლიანაო და ლიანა არის კოშკურაზე ასული ზემოთ. დიახ. სულ ბოლოზე თანაც. და იხედება იქიდან. და ესე თანაც ვატყობთ რომ რაღაცა მაინც ეშინია ხო და ყველაზე ბოლო იმაზე 10 მეტრიანია მე მგონი. და გადმოხდა იქ. მე გეტყვით ახლა ხო და ჩვენ და არ გინდა ლიანა ზოგი წყალში ვარ ზოგი რა. უცებ აიწია და თანაც ფეხით კი არა აიწია და გადმოხდა თავით რა. დედა. ნუ ჩვენ გავათავეთ რა ეს ჩვენი ნერვები და ეს ყველაფერი სიცოცხლე გავათავეთ რა სანამ რომ ამოყო თავი და ეიცოდა ხელს იქნევს სასწაული და მე ეძახის აბა როგორ მე გავსულიყავი ავედიო ჯერ რა მომიყვანა არ ვიციო და მე იქიდან ჩამოვსულიყავი მე ხო არ ვიქნებოდი ის ვინც ვარო
დედა, ეგ კიდე მეორე ამბავი. ექსტრემალიც ყოფილა. ექსტრემალი რომელიც უცებ რაღაცას გააკეთებდა, ისეც ახლა ბიჭვინთის ფესტივალზე ერთით ჩამოსული იყო ბატონი ვალერი ასათიანი და ჯუმბერ ბერაძე. კონცერტზე და მეორე დღე თავისუფალი იყო და სასეირნო კატარაღა ავიღეთ. და თელი ორკესტრი და თელი დღე ერთად უნდა ყოფილიყავი და ვიყავით კიდე და ვერთობით და არის რა ვიცი ამ კატარაღაზე ყველაფერია რა. უცებ ვიღაცამ დაიყვირა და ნახეთო ლიანაო და აიწია და გადახტა. აი წყალით გას ის გენიალური ბიჭვინთის გაჩერებულია თითქოს და გადახტა თავისი რაც აცვია იმიანად რა. დედა. ხო და მე ახლა მივედით მივცილდით მე მივცილდით და უყურებთ ეხლა რა ხდება ვალერი ასათიანი ბატონი ვალერია შეყო რა ხდება ვინა ხარ უძახის აქედან და ჩამოდით გადმოხდით და გვაიცულა ყველა ჩვენც ასე ჩვენი დასაცველებით ჩახვდით აი ეს არის ცხოვრება ეყურება საოცრება ამით დავამთავროთ ცხოვრება არის შინაგანი თავისუფლება. ცხოვრება გავაგრძელოთ. ეს დავამთავროთ. ისტორია დავამთავროთ. აუცილებლად. დიდი კიდევ სიამოვნებით გიმასპინძლებს წვილში, როგორც მინდოდა მე რომ კალტონი მაგული ყოფილიყო ჩვენთან ერთად. მე მინდა გისურვოთ ძალიან დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, წარმატებული ცხოვრება და ეხლა უკვე გაიხარეთ შვილებში და შვილიშვილებში. თქვენთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ქვეყანასთან ერთად. ბედნიერება, ჯანმრთელობა, გაბრწყინება და თქვენ პირადად უღრმესი მადლობა დღევანდელი დღისთვის მოწვევისთვის, მაგრამ იმისთვის, რასაც ჩვენ მოლოდინში ვართ ყოველი გადაცემის. ძალიან დიდი მადლობა. ეს ძალიან დიდი პატივია. მე ხშირად სოჩოს ჩემ პულსის მეგობრებს ვუყვები ხოლმე, რომ აი რო ვიცოდე რომ მარტო თქვენ გვისმენთ, მარტო მაგადღირს ამ გადაცემის გაკეთება თქვენ, იმიტომ რომ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და დიდი პატივია რომ დროს გითხოვთ და გვისმენთ და რა ვიცი ჩვენ შევეცდებით რომ ჩვენ უცნაურ თემებზე მაქვს ხოლმე გადაცემა ხანდახან, მაგრამ რომ ისმენთ გაუცებული ვარ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის და ჩვენი მეგობრობა გრძელდება, ეს დიდი პატივია ჩემთვის და რა ვიცი გემშვიდობებით აი ამ გადაცემის პირობებში ისე კი მუდმივად გაიხარეთ უღრმესი მადლობა და მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ. მე მინდა დავემშვიდობო ჩემს მაყურებელს, ვფიქრობ ძალიან საინტერესო ადამიანი, თავისი ძალიან საინტერესო და ესეთი არაჩვეულებრივი ცხოვრება წარმოგიდგინეთ და ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ დიდ ქართველებს. გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებით მომავალ შეხვედრამდე ტელეკომპანია პლუსის ეთერში. ნახვამდის.